მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ყოველდღიურად ხდება იერიშის მიტანა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე. ეხლა სენატორმა რიშმა გააკეთა განცხადება, მოდით დავიწყოთ დასანქცირებით. ამათ გონიათ ეხლა რეალურად დასანქცირებით. ამათ გონიათ აი ესეთი მუქარებით საქართველოს გატეხენ. საქართველო ვერ გატეხა ვერც თურქ-მონღოლებმა, ვერც არაბებმა, ვერც ირანელებმა, უამრავი მტერი ესეოდა საქართველოს და აი ესეთი მუქარით, ესეთი შემოსევებით, ესეთი შემოტევებით ვერავინ ვერ გახდა საქართველოს. და ამათაც გონიათ რომ ეხლა გააკეთებენ იმას, რაც სხვამ ვერ შეძლო. გაუგებარი და გაუგონარია ასეთი რიტორიკა და აი აქ მათი დასაყრდენი მოღალატეების პოლიტიკა, რომელიც წარმოებს საქართველოს მიმართ, გონიათ რომ შედეგს გამოიტან. მიდის განსაკუთრებით დიდი იერიში იმ ადამიანზე, ვინც საქართველოს გადაარჩინა. ეს არის ბიძინა ივანიშვილი. დღეს არის ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ერთიანობის, საქართველოს სიძლიერის და საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი. მე ამის თქმა თამამად შეიძლება. რომ არა ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩვენ კლავად სააკაშვილის რეჟიმის ქვეშ ვიქნებოდით, მეგობრებო. გაიხსენეთ ყოველგვარი ნიკიბ-მოკიბის გარეშე შემიძლია ვთქვა, რამდენი ათასი ადამიანი იკრიბებოდა, 100,000-ობით ადამიანი იკრიბებოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. შეძლო ვინმე დემონტაჟის განეხორციელება. რომ არა ბიძინა ივანიშვილი დღესაც სააკაშვილის რეჟიმი გვექნებოდა. გამოჩნდა ეს ადამიანი და დაასრულა სააკაშვილის რეჟიმიც და დასავლეთის დიქტატურა ქვეყანაში, რომელმაც შეკრიბა უამრავი ადამიანი და მოხდა ის, რაც ჩვენ ვიყიდეთ 2012 წელს. 2012 წლიდან თავს მოგვახვიეს ეს კოჰაბიტაცია და 2012 წლიდან მუდმივად საქართველოზე მიდის შეტევები და ბიძინა ივანიშვილზე. ყოველდღიურად ვისი სახელი და გვარი გაისმის მათი მხრიდან ივანიშვილი. იმიტომ რომ საქართველოს დღევანდელი სიძლიერის და საქართველოს უსაფრთხოების გარანტი არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი. მათ უნდათ რომ ამ ადამიანის წაქცევით წააქციონ ჩვენი ქვეყანა. სწორედ აი ესე დიდ ადამიანებზე იყო ყოველთვის საქართველოს სიძრულე. რომ არა დავით აღმაშენებელი, რომ არა გიორგი ბრწყინვალე, რომ არა თამარ მეფე, საქართველო არ იქნებოდა. ყოველთვის ისტორიულ ყოველ ჭრილში დიდი ადამიანები წვეთდნენ ქვეყნის ფერს. რომ არა დავითი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე საქართველო არ იქნებოდა გაერთიანებული. ასევე არის ეს ადამიანი. ამ ადამიანმა გაგვათავისუფლა ჩვენ დამპყრობლებისაგან. სააკაშვილის დამპყრობლებისაგან, ამ სააკაშვილის ურდოებისაგან, რომლებიც ხალხს აუპატიურებდნენ, რომლებიც ხალხს ხოცავდნენ. ეხლა ვიღაცისთვის ძალიან ადვილია ეს საუბარი სააკაშვილის რეჟიმზე, როდესაც სახლშიც კი ჩუმად ლაპარაკობდნენ ადამიანები, ციხიდან პატიმრები რო გამოდიოდნენ, მათ არ შეეძლოთ ხმამაღალი საუბარი, შეჩვეული იყვნენ ხმადაბლად საუბარს. ხალხს აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ. დღეს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ თურმე დღეს ეკონომიკას და ბიზნესს ვიღაცა ატერორებს. გეკითხებით ერთი მაგალითი დამისახელეთ, როდესაც ვინმე სახელმწიფოს გადაუფორმა ბიზნესი. და მე მაშინ გკითხავთ, რატო მაშინ უჩნდებოდათ ბევრს ეს გზნობა, რომ ბიზნესებს აფორმებდნენ სახელმწიფოზე. იმიტომ რომ ღამის ნოტარიუსების მეშვეობით ხდებოდა ეს ყველაფერი და სააკაშვილი ატერორებდა ბიზნესს. დღეს ყველა თითეული ბიზნესმენი სუნთქავს თავისუფლად და არავის არ გაჩენია სურვილი, რომ თავისი ბიზნესი გადაეფორმებინა მაგალითად სახელმწიფოსათვის. და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა. ყველგან ომი აქვს, მეგობრებო, გახედეთ, გამოხედეთ, ყარაბაღის ომი, სირიაში ომი, აგერ ახლოს აღმოსავლეთში ომი, აგერ რუსეთის, უკრაინის ომი, ყველგან არის ცეცხლი გიზგიზებს. და ამაზე გიждდებიან, რომ აქაც ვერ ააგიზგიზეს ეს კოცონი ომისა და უბედურებისა. და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. კაცი, რომელმაც ააშენა 1000-მდე ეკლესია. კაცმა, რომელმაც 1000-მდე ეკლესიის რესტავრაცია მოახდინა. კაცმა, რომელმაც სამების ტაძარი ააგო. კაცმა, რომელმაც ააგო უამრავი შენობა, რომელიც არის სკოლა, ბაღი, რომლის მეშვეობით აშენდა
სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ეს არის ყაზარმები, ეს არის აგრეთვე შესაბამისი უწყებები, რომლებიც ემსახურება პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს. სააკაშვილი დადიოდა ხსნიდა ყაზარმებს და ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული ფულით შექმნილი ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა მაშინ იმ სახელმწიფო ჩინოვნიკებს, რომლებსაც ხელფასები გაეზარდა. ბიძინა ივანიშვილის დახმარებით იხსნებოდა და მისი ფინანსური გარკვეული ნაკადების შემოდინებით ხორციელდებოდა იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება და ერთი სიტყვა არავის არ ჰქონდა დაძრული ივანიშვილთან დაკავშირებით. თუ რამე შეიქმნა გაკეთდა ეს ყველაფერი ივანიშვილმა გააკეთა. ივანიშვილმა შთაბერა სული აჭარის სანაპიროს, როდესაც შეკვეთილი კაციშვილმა არ იცოდა და დღეს ხედავთ, რომ რამხელა სამუშაოები გაკეთდა. ხეები გადაიტანაო, ამბობდნენ, ესე იგი სიცოცხლე გაუმწარეს ამ ადამიანს და რა უნიკალური ბოტანიკური ბაღი არის შექმნილი. და მაინტერესებს, ეხლა თვითონ შედის მარტო თუ თქვენ შედიხართ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაათვალიეროთ ის უნიკალური საკონცერტო დარბაზი, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი, ის უნიკალური საკურორტო ზონები აბასთუმანში, ასევე სხვა წერტილებში, სადაც კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს თავი ბედნიერად. ამდენი გზა, ამდენი სკოლა, ამდენი ბაღი არც ერთხელ არ გაკეთებულა არც ერთ სოფელში. თითოეული სოფელი გაზიფიცირებულია, მიყვანილია წყალი, მიყვანილია გზა, მაგრამ ეს ეხლა არავის არ ახსოვს, მეგობრებო. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში გაკეთდა და მისი აქტიური დახმარება. და დღეს ეს ადამიანები, ეს ნაძირალა ადამიანები, ეს საქართველოს მტრები, იმ ადამიანს, რომელმაც საქართველოს სტაბილურობა, კეთილდღეობა, ეკონომიკური წისვლა მოუტანა, ეს ექცევიან, მეგობრებო. ეს ის იმ ტკივილთან შედარებით არაფერია, რასაც ხალხი 10 დღეა უძლებს. ის თავიანი ყოფილა. Idu mokda dashavda. Ara. Tauras gogete. ეს არის თურმე ის ადამიანები, რომლებსაც სოლიდარობას უცხადებენ. აი ეს სექტანტები, ეს სატანისტები, ხედავთ რა საკეთებენ ხალხო. ესეთი ავადმყოფები არ არიან ეხლა. ეხლა სააკაშვილის რეჟიმის წინამდეაც გამოდიოდა ხალხი და აპროტესტებდა, მაგრამ ესე არავინ არ იქცეოდა. ესენი არიან სატანისტები არიან ხალხო ესენი. ესენი ნორმალურები არიან და მე მიკვირს ზოგიერთი კულტურის, ხელოვნების მუშაკები, რომლებიც ამბობენ, რომ აი ჩვენ წინვალე თაობას თურმე სოლიდარობას უცხადებთ. ჩხიბავებს უცხადებთ სოლიდარობას. მეპირფალოსებს უცხადებთ სოლიდარობას. ქვეყნის ამაოხრებლებს, რუსთაველის დამწველებს უცხადებთ. თქვენ ის ხალხი არა ხართ რუსთაველზე იმ წარსულში გაივლიდით და გიამაყებოდათ ამ შესანიშნავ პროსპექტზე სიარული. დღეს მაინტერესებს თქვენ აი ეს მოგწოთ და აი ამას უცხადებთ სოლიდარობას. ჩხიბავების რევოლუციას უცხადებთ სოლიდარობას. გაოგნებული ვარ, მეგობრებო, არ ვიცი მე, ესეთი რამე საქართველოს არ ახსოვს, რომ აი ასეთი ძალა უპირისპირდებოდეს ქვეყანას. შეხედეთ, აი ვინ რატომ ებძვიან ივანიშვილს, ვინ ებძვის ივანიშვილს, შეხედეთ. არ გამოხანებიეთ გამოგვიყვანცალით, აქ ჩეხამ, შავტარიანი დანითი. წავარდეს ორივე სახედვარი ხალბი თვალი, გაიარა ეზო. მოეტახა თეძო, წავიდა წისქვეში, მოხდა წინწვეში, გაიარა საბძელი, დაემსო თვალი სამზერი. არ გამოხანებიეთ გამოგვიყვანცალით, აქ ჩეხამ, შავტარიანი დანითი. წავარდეს ორივე სახედვარი ხალბი თვალი, გაიარა ეზო. მოეტახა თეძო, წავიდა წისქვეში, მოხდა წინწვეში, გაიარა საბძელი, დაემსო თვალი სამზერი.
სადამდე მივიდნენ ეს სატანისტები, ეს ნაძირლები, სადამდე მივიდნენ რომ უკვე ამ სატანისტური რიტუალების ჩატარებას აღარ ერიდებიან. ეს ყველაფერი მოდის იმ ებრაული დაჯგუფებებიდან, რომლებიც ჩაბუდებული არიან ძირითადად ამერიკაში და მთელ მსოფლიოზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. ეს არ არის სახუმარო თემა. ეს არის სერიოზული ამბავი. მე მინდა გავიხსენო ცნობილი ფაქტი, როდესაც სატანისტურმა ებრაელმა დაჯგუფებებმა ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში 1960-იან წლებში სწორედ ასე მსხვერპლად შეწირეს ახალგაზრდა ბავშვი, რომელიც წამებით მოკლეს. დიდი სკანდალი იყო ატეხილი. მაშინ ცნობილმა როთშილდების ოჯახმა ადვოკატებიც კი გამოუგზავნეს და ციხეს გადაარჩინეს. ეს არ არის სახუმარო ამბავი. ეს არის პირდაპირი მუქარა სატანისტების მიერ, რომელსაც სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ, მეგობრებო. და აქედან გამომდინარე, საჭიროა ძალიან დიდი გონიერება. ჩვენ გვემუქრება სატანისტები, ჩვენ გვემუქრება ფაშისტები, ჩვენ გვემუქრება ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს მიმართ განხორციელებული ასეთი შეტევების ცდილობენ ქვეყანას დაასუსტოთ. დიახ, დღეს უსაფრთხოების, დიახ, შვიდობის ხაზი გადის ბიძინა ივანიშვილზე. იმიტომ რომ ყოველთვის პიროვნებები იხსნიდნენ საქართველოს. ასე იყო დავითის, თამარის, გიორგი მწყილვალის დროს, ასე იყო ჩვენი დიდი მეფე ერეკლე მეფის დროს. ის ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ დიდი ადამიანები, საქართველო ვერ გადარჩებოდა. და ასე არის, ღმერთმა გამოგვიგზავნა ჩვენ ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ივანიშვილი მოევლინა ამ ქვეყნის ხსნელად. და ამიტომაც არის რომ ამ ადამიანს ამდენი ადამიანი ებძვის. ესეც არ იკმარეს, მეგობრებო. წყინვალე შობის მარხვაში ნახეთ რა გააკეთეს. აი ამ ყველაფერს გამოეხმაურა ვაკის მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია, რომელიც აღშფოთებული იყო იმითი, რომ აი ამ წინვალე შობის მარხვაში, ამ დღესასწაულის მოლოდინში მათ უფალი იესო ქრისტეს დაწვეს, მეგობრებო. უფალი იესო ქრისტე გამოსახული იყო ამ კუბოს და დაწვეს. და მიუვარდნენ ეკლესიაში, აი ეს სექტანტები, ეს ჩხიბავები, მიუვარდნენ და მთელი ობსტრუქცია მოუწყვეს. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, რომ ესე იგი ჩვენ ღვთისმშობლის წინხერ ქვეყანაში უშვებთ იმას, რომ ეკლესიას მიუვარდნენ, მღვდლებს მიუვარდნენ, აქამდე და ესენი გვეუბნებიან ჩვენ, რომ ჩვენ მოვდივართო, იმითიო, რომ საქართველოს მშვიდობა მოუტანეთო. ესენი ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს, ესენი ემუქრებიან საქართველოს და ეკლესიაზე სასულიერო პირებს უვარდებიან ეკლესიებში, ხალხო. ეს არის უკვე, არ ვიცი, ზღვარია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა. ხალხთან ერთად ჩვენთან ერთად გამოდი. რატოა იესო დაწვეს რუსთაველზე, იესო დაწვეს რუსთაველზე. სად ნახეთ, მანახეთ, სად ჩინეთიდან გამოწერულ კუბოზე იყო იესო გამოსახული. რასაც უებ ხალხს ვისაძუებ. იტყუები თქვენ ხართ რატყუარები. არ შეიძლება თქვენ ხალხის გვერდით უნდა იდგეთ. და მე ხალხში ვიდეკეთ ელი ჩემი ცხოვრება. შენ რა პროპაგანდისტი. გაში. მიყვირი ხარ აქ ეკლესიაში. რატო გიყვირი ვარ? სად არის ეკლესია? ეკლესია იქა სადაც ეკლესია. ხალხი გიყვირი საკიდან. და ეს ხალხი მოსულ ეკლესიაში. რატო გიყვირი ვარ ეკლესიაში? როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა ეკლესია შეიძლება ესე მოექცეთ? პატრიარქის რო აგინებდნენ, აი პატრიარქს რო აგინებდნენ, მაშინ ტელევიზიიდან არ აგინებდი პატრიარქს არ აგინებდი. პატრიარქს აკითხები. არ არის ესე რა ეკლესია გავხდეთ.
ამ ტელევიზიებიდან არ არის დაბადობა აქ რასაც აკეთებ ჩვენზე არ არის ისე რა არ არის და გაუწყდეთ ქვეყანა დაუწყდეთ თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე არა თქვენი პატრიარქი გეკითხებით არა თქვენი პატრიარქი ილია მეორე არ არის შენი პატრიარქი ილია მეორე თქვენ ტელევიზიის არ არის არა მოხვედით აგინებ და თქვენ ჩვენ გვალავთ შეტატით აღარ მოხვედით თქვენი ლანცკებულებში ხოლმე ჩვენ ჩემი შვილები და 24 წუთში დგავა რა ქვია ბავშვები მოდიან რომლებიც წირიან სკოლაში მე არ ვძალადო სკოლაში რო ერთმანეთს გადაკიდეთ ბავშვები აქ მოდიან ტირილით სკოლაში იმიტომ რომ უნამუშოდ იქცევით ყველა ბავშვები ვინც გადაკიდეთ ჩვენთან მოდიან ამასთან დაკავშირებით შემდგომ მამა შალვამ განცხადებაც გააკეთა სხვათა შორის მას აი ამ განხორციელებულ შეტევიდან გამომდინარე და ფიქრობ საინტერესოა რომ მოусმინოთ. ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა მადლი და წყალობა არ მოგაყო და ღმერთი შეგეწიოთ. ახლა უცებ ტაძარში ვიყავი, ნათლობა დამეწყო ახლა და ჯგუფმა ჩამოიარა და ტაძარში მოგვივარდნენ. დამეწყე ჯერ ყვირი მოღალატეებო გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით. ქვეყნის მტრებო გამოდით ჩვენ გვეუბნებიან მოღალატებს ქვეყნის მოღალატეს მეძახიან რატომ მეძახიან მოღალატს აი რა გავაკეთეთ ისეთი რომ გვეუბნა მე რომ თხოვე რომ რატო არ გახარ ეკლესიას აგინებენ პატრიარქს აგინებენ პირდაპირ ეკლესიას აგინებენ აგერ გამოდის გუშინდელი ჩემი ქადაგება დაბლოკეს და გააუქმეს ახლა ამასაც ალბათ დაბლოკავენ და გააუქმენ ამიტომ გთხოვთ რომ ეს ვიდეო ყველა გადაწერეთ და ისე დაიდოს ეს ვიდეო და ყველა ნახოს რომ ესეთი ძალადობით ეკლესიაში მოგვარდნენ კომუნისტები ზუსტებოდა ეგ ეკლესიაში მოვარდნა ხალხის უხდლების ტაძრებიდან გამოყვანა დახვრეტა ზუსტად ეგ იყო ქუჩაში დადგენ ტაძრის წინ და გეძახიან მოღალატე გამოდი ტაძარში რატო შვიდობიანი პროტესტი აი შვიდობიანი პროტესტი შვიდობიანი აქცია წარმოვიდგინე შვიდობიანი აქცია ტაძარში გივარდება და გიყვირიან და გეუბნებიან გამოდი გარეთ შემოღალატე შენ ქვეყნის მტერო შენ ისა უბრალოდ მე რა არ მესმის იცი აი რა ამით რა საღწევთ ამით რა უნდა მივიყოთ ამით აი და ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით, ტელევიზიები ყო, რომლის ეთერებში პატრიარქის აგინებდნენ, ლანძღავდნენ, არასდროს ხმა არავის არ ამოუღია. იმ კუბოსთან დაკავშირებით რო იძახიან და მე წარმოიდგინე პირდაპირ წერია იმ საიტზე, თუნდაც მაგ კუბოზე ზოგიერთი მღვდელი რო ამართებს და რაღაც რო ლაპარაკობს, პირდაპირ წერია იმ საიტზე რომ ეს კუბო ის ჩინური არის იესო ქრისტეს გამოსახულებით. იესო ქრისტეს გამოსახულებით. აქ იმაზე კი არა რომ ზოგიერთი მღვდელი რო ყვა, ხატი ნაკურთხი უნდა იყოს და რაღაცა. აქ შეგნებული დამოკიდებულება იყო. მე არ მინდა დავიჯერო შეგნებულად გააკეთეს მათ, მაგრამ მე როცა აღვნიშნე თქვი რომ თუ ადამიანებმა ეს შეგნებულად გააკეთეს, ეს არის მტრობა. აი სხვა კი არაფერი არ იყო. იმ ჩემი ცოლის დაქალებში მღვდელი რო იყო, ბავშვი ხატი დაახევინეს ფილმში რო იყო იმ სერიალში. რატომ იყო ადამიანებს მიაჩვენ ამ ხატის დახევა, წმინდა ხატებზე ვიღაცების სურათების გამოხატვა ესე დაიწყო კომუნიზმი სხვაგანად კი არ დაწყებულა ეს კომუნისტურისა ეკლესიის დევნა და ეს ამდენი წელია ეკლესიას გულანძღავენ გვაგინებენ ქვეყნის სტრესს გვეძახიან რუსოფილებს გვეძახიან ადამიანებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან ადამიანებს რუსეთის მომხრეებს ერთადერთი ვინც თურმე წინამდე იყო რუსეთის ეკლესიის ან რუსეთის პოლიტიკის მე ვიყავი ყოველთვის როშნია რუსოფილები ხარ თქვენ ვინც ამას მეონებით და რუსული ნარატივები გაქვთ თქვენ ვინც ამას ლაპარაკობთ ესა ევროპა ეს არ არის ევროპა არ არის ძალადობა ევროპა არ არის მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა თუ ადამიანი არ გეთანხმება ამის გამო შენ არ შეიძლება ადამიანი ჩაქოლო და გაანადგურო არ შეიძლება ადამიანები დედმამიშვილები ერთმანეთს კარგავენ იმის გამო რომ მეორე ადამიანს სხვა განსხვავებული აზრი აქვს ეგ არის ევროპულობა რა გვინდა ეგეთი რამე თუ ადამიანს განსხვავებული აზრის გამო ადამიანს კლავდა თუ შენ ას არ ეთანხმება ადამიანი ამიტომ შტერია ქვეყნის ესე რომ ადამიანზე საუბრობ ესეთი რაღაც ან ვინ გაიგო ეგეთი ეკლესიაში რა შნიშნავს მოვარდნები ეკლესიაში მაშინ აღარ გაგვაჩეროთ მოგვივარდეთ იმიტომ რომ მოდით ეკლესიაში მივუვარდეთ მამა შალვას მოდი გამოვათრიოთ ტაძრიდან არავის არ გაუპროტესტებია მე მინდა ხა ჩემ რევს მოგმართოთ ვინც მეუნებით რომ აი მამამ შვიდობიანი აქციებია იცით მამა როგორი გართობა და როგორი სიხარულია შვიდობიან აქციას და ზოგიერთი ამ ფეირვერკის როლას რო ამართებდა რაღაცას მე არც იმ პოლიციის იმას გუმოვობდა საშინელებად ახალგაზრდებს წემენ და იჭერენ და ციხეებში ასვამენ და მე რო დაიჭერ ადამიანს და მე შუმად რო ურტყან პოლიციელი ამას საშინელება რა უნდა იყოს ხო ჯერ ადამიანი რომ დამოგ როგორ შეიძლება ადამიანი თუ დაიჭირე მე იმას ურტყა ეგ ხო არაფერი არა ამაზე მწარე ხო არაფერი არა მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ესე როდემდე უნდა ვიყოთ ესე ეკლესიებში და მოგვივარდეთ ესე ეკლესიებში და მოვარდეთ აქ და შემოგვივარდეთ გამოყარეთ ეკლესიები და მაშინ და დავხოცეთ მაშინ და ტაძრები რას ნიშნავს ეგეთი რაღაცეები
რას ნიშნავს უბრალოდ აი ვისაც თქვენზე მეტად საქართველოს უყვარდეს მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და თელი ჩემი ქვეყანას ვემსახურებოდი იმათგან განსხვავებით ვდლებს ვაყვედრია რაღაცებს 80,000 ხელფასები აქვს ისინი სამშობლოზე ლაპარაკობ გაჭირებულებს და მის ოპერატორს ჩვეულებრივ ოპერატორს 100,000 აქვს ხელფასი შენ ამ ხელფასზე შენ ზრუნო ქვეყანა შენ გინდა ქვეყანაზე იზრუნო ეს ხალხი ზრუნავს ქვეყანაზე თვითონ რომ ჩამჯდარები არიან იმაში მართლა და ხალხი მართლა რომ გაჭირებაში არის მოვიდნენ აქ და ის ხალხი ჩემთან როდადიან გაჭირებულები მაგად გაუგზავნე იქ ამ ხელფასები და დაეხმარონ იმ ხალხს ჩამტკვარები არიან თავენ თქონებაში და ხალხს იყენებენ და სულ ხალხის იმით არიან მართლა უნამუსოები და მართლა ქვეყნის გამყიდველები არანაირი ღირსება ამათ არ გააჩნია და არაფერი ამათ არ გააჩნია იფიქრეთ რა მართლა ეს არ არის რა მე ამ ქვეყნის შვილი ვარ და ამ ქვეყნისთვის ცხოვრობ და მე ქართველი ვარ და თელი ჩემი ასები საქართველოზე დამეწეს არც ერთი ქვეყანა არ მეყვას ყველაზე მეტად მეყვას ჩემი საქართველო და ჩემი საქართველოს შვილი ვარ და ამ ქვეყნის შვილი ვარ ამ ქვეყნის შვილი ვარ და ყველა მიცოდეთ ეს რომ მე ვარ ქართველი და ამ ქვეყნის შვილი და არასოდეს ჩემ გულში ჩემ სულში ქვეყნის სიყვარულს გარდა აღარაფერი ყოფილა დაელაპარაკეთ იმას რა ვისაც ქვეყანა მართლა არ გიყვარდა ვისთვის ქვეყანა საშოვარია და მართლა საშოვარზე ხართ ამ ქვეყნისთვის და ქვეყანის მსახურება კი არ გინდათ თქვენ რო გინდათ თქვენი ქვეყანა მოგემსახურეთ ყველას ეგეხება ეგა თავრობას ოპოზიციას პოზიციას ყველას გეხებათ ეს ვისაც ქვეყანა პირადი სარგებლობისთვის გყავთ ვისაც პირადი სარგებლობისთვის ქვეყანა მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ჩემი ქვეყანაზე დავდარდობ აქ ეყობათ ბოლოს და ბოლოს მართლა რა არის მართლა აი ამ დიდ მარხვაში მართლა აი რა გჭირთ ქრისტე უნდა დაიბადოს ქრისტე უნდა დაიბადოს თქვენ მთელი ბავშვობა მთელი ჩემ ქვეყანას მიუძღვენი ჩემი ცხოვრება რაც შეგნებული აზროვნა მოხ ჩემი ქვეყანაზე მეტად ქვეყანა უყარები არასოდეს და ჩემი ქვეყნისთვის ცხოვრობ და ჩემი სამშობლოსთვის ცხოვრობ და ჩემი ეგრისთვის ცხოვრობ მთელი ჩემი ასები და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებით ჩემ ქვეყანას ზურფაზე არავინ არ არის არავინ დედამიწის და მე არ ვიქნები არავის მონა და არავის შეხედულება ესე მე ვერ დამელაპარაკე მე ქართველი ვარ სული და ხორცის ქართველი ვარ და ამ ქვეყნის შვილი ვარ ჩემი შეცდომები, ჩემი ცხოვრები და ჩემი ყველაფრით. არ ვიცი მეგობრებო, საქართველოში დადგა დრო, როდესაც აი ეს დასავლეთის აგენტურა პირდაპირ ეკლესიებზე შეტევით, დღებზე შეტევით ცდილობს თავისი გავლენის მოპოვებას. ჩხიბავები, სატანისტები, სექტანტები, მეპირფალოსეები, 1000 ჯურის ვიგინდა რა ნაძირალა მეგობრებო, ცდილობს რომ დღეს საქართველოში მოახდინოს თავიანთი აი მიზნების განხორციელება, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. საქართველო გაიმარჯვებს და როგორც ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა 2012 წელს საქართველო, მისი მეშვეობით ჩვენ გავალთ სამშვიდობოს და მისი მეშვეობით გაერთიანდება საქართველო. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დადგება გიორგი ბრწყინვალის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეორის გვერდით. იმიტომ რომ შეუძლებელია კაცმა რომელმაც 1000 ეკლესიის რესტავრაცია აღდგენა განახორციელა დიდი საკათედრო ტაძარი, სამების ტაძარი აგვიგო ჩვენ კაცმა რომელმაც საქართველო გადაარჩინა, საქართველოს გააერთიანებს კიდევაც და ეს მალე იქნება და ამას უშლიან ხელს ეს ნაძირლები. აი ამას უშლიან და აუცილებლად ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მტერს აუცილებლად დავამარცხებთ. რაც შეეხება დღევანდელ ასევე სხვა პოლიტიკურ მოვლენებს, დღევანდელ აი მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვიტეთ გადაცემაში მოვიწვიოთ ჩვენი სტუმარი, დღეს სტუმარი გვეყოლება ჩართვით, ანალიტიკოსი, ექსპერტი ქალბატონი მაია ნიკოლეიშვილი. მოგესალმებით ქალბატონო. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოს, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან რთული პერიოდი გვიდგას, მართლა ძალიან მძიმე არის ეს პერიოდი, რომელიც დგება, მაგრამ აი როდის გავიხსენებთ ერთი ძალიან მშვიდს, თითქოს ომი ვამბობთ რომ ომი არ ყოფილაო, მაგრამ ეხლა ვამბობ ეხლა რა მშვიდობაა, ომი არ არის, მაგრამ მშვიდობა ეხლა საქართველოში არ არის მშვიდობა, ხო? და იცით მომენტალურად გახსენდება ის წარსული, ეხლა მე არაერთი მინახავს ასეთი, რომელიც კატასტროფებით თავდებოდა, მაგრამ ეს ყველაზე ცუდია, რატო იცით აწლიანი მშვიდობის მერე ის ადამიანები, რომლებიც აუცილებლად ამას მოიმოქმედებდნენ, ისევ იგდგანან და ისევ იგივეს აკეთებენ და როგორ არის იცით ალბათ ადამიანის გამძლეობას აქვს რაღაცას აქვს საზღვარი, რაღაც უნდა დამთავრდეს, ხო? ეს ხო არ შეიძლება ესე დაუმთავრებელი იყოს და სწორი ბრძანეთ რა, რაღაცა რამდენიღაც ტინგიცად გადის, გამოდის თავის ბავშვობის კომპლექსებს ემსახურება, იკმაყოფილებს, ზოგი უსწვენს
ასაკში შესული ადამიანი ზოგს დროს შეუჭირავს და მე მთელი ცხოვრება გარეთ დგება რომ შედალოცვილო მთელი ცხოვრება რომ გარეთ გეხარ რა გააკეთე რა მოიტანა იმ გარეთ გომა იმას მაინც დაუფიქრდი რომელმა რევოლუცია მოუტანა სიკეთე საქართველოს არც ერთმა ხო ყველამ უკან დაწევა მოუტანა და ეხლა წკიბზე ვართ ის რაც ეკონომიკური ზარალი მიადგება საქართველოს ეს გასაგებია მაგრამ ღმერთმა დაიფაროს თუ უარესი ზარალი არ მოგვადგა და ძალიან გახანგრძლივდა ეს პროცესი და მართალი გითხრათ კი ბევრი ხალხი არ არის რუსთაველზე რა მნიშვნელობა აქვს ეს რუსთაველი იკეტება ხალხი გამწარებულია უკვე ცემატყებაზე გადავიდა უკვე ერთმანეთთან და მე მაგალითად ერთგან ვიყავი მისული და ვნახე ადამიანი რომელიც თვალებში არ მიყურებდა და მივხვდი მის პოლიტიკურ შინაარსს რა ასე ვთქვათ რა აი ეს რო ჩვენ რო აქამდე მივალთ რომ ერთად დავждდებით და თვალებში რო ადამიანი არ გიყურებს თქვენ გესმით რა სადამდე მივედით და ეს არ არის მშვიდობა სამწუხაროდ ეს მშვიდობა არ არის მე მგონი ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს უკვე რადიკალური ნაბიჯების გადადგმა იმიტომ რომ აი ჩვენ უკვე დავიღალეთ აღარ შეიძლება კი მართალი ხარ გავიგე ის თქვა მაგრამ გამიკეთე მე კაცო შენ ის გადაიდგას უკვე უნდა ნაბიჯები იმისათვის რომ აილაგმოს ესენი ყველაფერი იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანა ხო არ შეიძლება მოღალატეების იმაზე ვიაროთ რა ქვია ნებასურვილზე რომ აიმე მაგათ რამე არაუფრინდეთ ბუზი და აღარ შეიძლება ეხლა რა როდემდე შეიძლება ეხლა აი ვახსენე დასაწყისშივე რომ ესე იგი უამრავი მილიონობით ადამიანი ვერ ჩამოვა საქართველოში დღეს დედახმებით ვადიმ ნიკოლოზ მეც თქვენი არ იყოს არის ხომ ზოგჯერ საკითხები როცა მე უფრო ასე ვთქვათ შემრიგებლური და რბილი პოზიცია მიკავია ხომ თქვენგან განსხვავებით მაგრამ აქ აბსოლუტურად გეთანხმებით ჩვენი პოზიციები და მიდგომა თანხვედრია რატო მეც ხისტი ანუ გადამწყვეტი ნაბიჯების მომხრე ვარ რატომ იცით ხელისუფლების პირველი ვალია უზრუნველყოს მშვიდობა ადამიანების სიცოცხლე შეინარჩუნოს არა მარტო ფიზიკურად შეინარჩუნოს ადამიანები არამედ მორალურად იცით დღეს არის საოცრად დაძაბული მდგომარეობა და მე როცა ვუსმენ რომ იცით აი ეს მოღალატეები და ვიცით ესენი რომ მოღალატეები იყვნენ ჩვენ ყველანი ვიცოდით ჩვენ ყველაფერს ვამბობდით აქ თუნდაც თქვენ ეთერებში სხვა ეთერები იყო ეთერები რომელშიც ამას ვამბობდით თურმე მოღალატეები ყოფილან საჯარო სამსახურში რუიმე რა მითხარით რა გამიკვირდა არ ვიცოდით არ ვამბობდით განათლების სისტემაზე ვადიმ ნიკოლოზ რამდენი გვისაუბრია კატასტროფამ რომ მიიყვანა და სექტანტური აზროვნება რო აქვს ადამიანებს აკვიატებებით ბოდვებით რუსმა და ასე შემდეგ ეხლა რომ მიდის სატანისტური უკრაინის მაგვარი რაც უკრაინაში ჩატარდა კიევო-პეჩორის ლავრაში თქვენთან არ ვსაუბრობდით ამაზე რა დღეში ვიყავით ხო როგორ განვიცადეთ რაც იქ ხდებოდა მთელი სატანისტური რიტუალები რო ხდებოდა და მაცხოვრის ჯვარცმასთან ცეკვა რო იყო გახსოვთ ეს კადრი არ დამავიწყდება ცხოვრებაში აბატონო კუბოდაწვეს ქრისტეს გამოსახულებით და ეს რაიმე განსხვავებული ეს ზუსტად იმის გაგრძელება არის და მე რა მიყვარს იცით ვადიმ ნიკოლოზ ეს ხო არის აქციები ორმაგი ფსკერით ერთი მოძალადები რომლებიც თავს ესხმიან პოლიციას ანუ სახელმწიფოს და იგივე აქციის კუდს წარმოადგენს ესე ეგრეთ წოდებული ელიტა ბოჰემა მხატვრები და მსახიობები რომლებიც თურმე მაღალი იდეალებისთვის იბრძვიან ერთი გაასწარია აი ამ აქციას და მიდი წინა ხაზზე ნახე რა ხდება რებს წვავენ რებს რა ტერმინოლოგია აქვს გოგოებს როგორ ცდილობენ პოლიციელის მდგომარეობიდან გამოყვანეს როგორ ესვრიან როგორ წვავენ ადამიანს აი მოდით რა იცით არ შეიძლება ესეთ დაიშტერო ადამიანმა თავი და თქვა რომ მე აქ ესეთი ფუმფულა და თეთრი ვარ და იმ აქციის თავში რომელსაც მე ბოლოში ვუდგევარ არის იმ აქციის თავში დგანან მოძალადეები ხო ეს ხო უნდა გაიაზრო ვის გვერდით ხარ თან მისი თანამონაწილე ხარ და ხელისუფლებამ მესმის ერთი თმენა მესმის ორი დღე თმენა სამი მაგრამ იმდენი ხანი თმენა რაც აიძულა რომ პოლიციას მოეთმინა ეს დაუშვებელია არ შეიძლება ექიმა და პოლიციელმა ერთნაირად მოითმინოს ეს აბსოლუტურად სხვა კატეგორიის ადამიანები სხვა ფსიქოტიპის არის და თუ პოლიციელს აიძულებ რომ ეს ყველაფერი მოითმინოს ის სადღაც ამოხეთქავს აუცილებლად იმიტომ რომ ის ასეთი ადამიანი იმიტომაც მუშაობს იმიტომაც არის ძალოვანი იმიტომაც მისდევს დამნაშავეს და მიდის ტყვიაზე ხომ და აი ეს ადამიანი თმენის ქვეშ დააყენო ეს არის საკუთარი პოლიციის
სერიოზული ტრავმირება და პოლიციელების, აი როგორ გითხრათ, იცით, მათი იმდენად ტრავმირება, რომ ის შეიძლება ხვალ აღარ იყოს ძლიერი პოლიციელი, იმიტომ რომ დღეს ამდენი ათმენინე. ხელისუფლებამ ჩემი აზრით უნდა მიიღოს თეთრი ხელთათმანებით. არ შეიძლება ამ რევოლუციების, ფერად რევოლუციების გადატეხვა, აქ უკვე საჭიროა რადიკალური ზომები. რატო იცით, საზოგადოება უკვე დასნებონდა. საზოგადოების უმრავლესობა ვერ გრძნობს, რომ რატომ ვარ უმრავლესობაში, თუ აქეთ მაბულინგებს უმცირესობა და მე არავინ არ მიცავს, ხო? და მე თუ თავს დავიცავ, კიდე მე გამამტყუნებენ. წარმოიდგინეთ რა, უმრავლესობა, ვინც არჩევანი გააკეთა ქართული ოცნების სასარგებლოდ, დღეს არის როგორ იცით, რომ რამე რო იყოს ისევე დამსჯიან და გაჩერებულია, ერიდება, არ მიდის სადღაც, უსიამოვნებას ერიდება, ანუ ნაცების პერიოდში, ახალხანს ვამბობდი და ნაცების პერიოდში ჩუმად ვიყავით, იმიტომ რომ ის აგრესიული უმრავლესობა იყო. დღეს ის აგრესიული უმცირესობაშია და კიდე აქეთ გაბულინგებს, ბატონ ნიკოლოზ, რაღაცით ხო უნდა იგრძნო, რომ შენ უმრავლესობაში ხარ. არა, ეს გამორიცხულია. არა, უკაცრესად ურად ის ეხა მიდიხარ ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებენ, შეიძლება სადღაც რესტორანში, სადღაც თეატრში და ვითომაც არაფერი, ეს თავდაცვითი რეჟიმი, ეს იდიოტიზმი როდებდე უნდა გაგზავნოს. ეხა ვიღაცას თუ უნდა გაგინონ და თავპირი გიმტრიონ და მოითმინეთ, მაგრამ ჩვენ ვერ მოითმენთ ამას. ვიღაცას სიამოვნებს, შეიძლება რომ დაუთავაზებენ ამას, მაგრამ შეიძლება ადამიანმა ეს ყველაფერი ითმინოს, რასაც ესენი აკეთებენ. ეს პოლიციელებიც მე რაუბედურება ადამიანები არიან, რამდენი უნდა ითმინონ მართლა რა. არა, არ შეიძლება ეს უკვე ძალიან შორს წავიდა, იცით და რაც უფრო დროში გრძელდება, ჩვენ დავინახეთ იქ გახარიას, აი ყოვლად წარმოუდგენელი. ეკონომიკურად რითიც თქვენ დაიწყეთ ეს გადაცემა, ეკონომიკურ იზოლაციაში უნდა მოექცეს საქართველო, ამ უნდა დაიქცესო, გესმით? რასაც თქვენ ამბობთ, ეს ამას დასუკრავს, ამის ზუსტად ესაა გეგმაში და გახარია კიდე სხვასთან შედარებით პრემიერ-მინისტრი იყო ბოლო, ხო? და იცის საქართველოს ეკონომიკა, იცის მისი გამძლეობა. და დიახო, ეკონომიკურად უნდა ამას რო იტყვის ადამიანი, რომელიც იყო პრემიერი, ამ ერთი წუთით რო არ იტყვის სიტყვას პოლიციელებზე ძალადობაზე, კაცი, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რომელიც ხვალ პრეტენზიას გამოთქვამს, რომ ხვალ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ესე იგი რა, საქართველოს დაინგრეს, საქართველო ოღონდ ჩვენ მოვიდეთ, ხო? ყველაზე ცუდი ის არის, ბატონო ნიკოლოზ, რომ ყველაზე ცუდი ის არის, ბატონო ნიკოლოზ, რომ ამ ყველაფერს აქვს შიგნით რაც ხდება, იქ ერთი გადარეული ქალი, შეშლილი, შლეგი ქალი, ხო? და წარმოიდგინეთ, ამაზე ვიხარჯებით, აი აქ თითქოს ისევე ბოდიშება ხელისუფლება, თორე ამის მობოდიშება და მოთმენა არ შეიძლება. და გარშემო რა ხდება? ცეცხლი უკიდია ახლო აღმოსავლეთს, ხო? და ნახეთ კოსოვოს პრეცედენტი, ამბობდნენ არ უნდათ და ამბობდნენ კოსოვოს პრეცედენტი საქართველოზე არ გავრცელდება. გავრცელდა, ხო გავრცელდა, არა სამწუხაროდ, არა. ხო გაიფორმა ჩვენივად სამაჩაბლო და აფხაზეთი. არ იყო კოსოვოს პრეცედენტი, არაფერი არ იყო. და დღეს ახლა წარმოიდგინეთ, ის რაც ხდება სირიაში, ეს ახალი პრეცედენტია. მაშინ, როდესაც რეალურად ლეგიტიმური ხელისუფლება არ ყავს ქვეყანას, ხო ხედავთ, რომ ის გაინაწილეს, ტორტივით დაჭრეს. და დღეს ეს ვიტყვი რა, ეს უვარგისი ადამიანები, საქართველოს მტრები ამბობენ, რომ საქართველოს არ ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება და ამით ყარსის ხელშეკრულების ვადა ჩვენ ვიცით, როდის გავიდა და რა მდგომარეობა. ამით ვის უძახიან, რომ წაიღოს გურია და თუ არა ლეგიტიმური ხელისუფლებაა? გესმით, ეს პირდაპირ მოწოდება არის იმისი, რომ კი ბატონო, всё, მორჩა არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და როგორც თურქეთმა იქ წაიღო სირიაში ძალიან დიდი ნაწილი, იგივე ეს მოწოდება არის. ამას ხო ოდნავ მაინც ხო ტვინი უნდა გაანძრიო. ესეთი მტერი როგორ შეიძლება იყო, არა? და ტერიტორია საქართველო, ტერიტორია თუა საქართველო აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე როგორ გალაპარაკობ? ტერიტორიიდან ელაპარაკები? ტერიტორია შესთავაზებ მოლაპარაკებებს? და არალეგიტიმურია ჩემი ხელისუფლებაო. აი ამის მერე, ბატონო ნიკოლოზ, იცით რა არის ეს გარეთ დანთებული ცეცხლი? მე უფრო მეტად მაშინებს, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი მიდიოდა და მეორე ფრონტი იყო. ჩემი აზრით, ეხლა უფრო
ბევრად სერიოზულად არის საქმე. ჯერ ერთი რომ აი ეს უგუნურები დარბიან მაშინ, როდესაც სირია ხდება და ღმერთმა დაიფაროს პრეცედენტი არ გახდეს და მეორეც ყველაზე დიდი საშინელება ის არის რომ ირანი დგას რიგში თქვენ ხო იცით ძალიან კარგად ხო ვინც აზროვნებს და ვინც ინფორმაციას ეცნობა ხო კარგად იცის რომ ირანის საკითხი დადგება და ირანზე აქედან აპირებდნენ თავის დროზე პლაცდარმი სწორედ საქართველოსთან უნდა ყოფილიყო ანუ მეორე ფრონტს თუ ვეპატიჟებოდნენ ჩრდილოეთის მიმართულებით ეხლა სამხრეთის მიმართულებით არის სამწუხაროდ ეს საფრთხე და ამ საფრთხემ აქეთ გადმოინაცვლა და აი ამ სიტუაციაში ასე არ ყევდა საკუთარ ქვეყანას ეს არის სრული უზნეობა და ის ადამიანები ვინც ამბობს რომ მე ევროპაში მინდა რა გეევროპებად საქართველოს გადარჩეს თავარია ქვეყანა შევინარჩუნოთ სახელმწიფო შევინარჩუნოთ ამათ ევროპაში უნდათ აი მოიცურეს რა უნდათ ევროპაში ანუ არ ვიცით აი ამ ხელაუგუნურება ხალხი ამბობს რომ ხელოვანები არიან განათლებაზე პრეტენზია აქვს როგორ თუ ოდნავ მაინც განათლებაზე პრეტენზია გაქვს ამას უკეთებს საკუთარ სახელმწიფოს და ხო გეუბნებით ხელისუფლების მხრიდან ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობა. მშვიდობა ერთი არის ომში არ ჩაბმა და მეორე არის რომ შიგნითაც მშვიდობა იყოს. აი ყველაზე ცუდი არის ის რომ ეს გრძელდება და ფაქტიურად როგორ არის ცით იმდენად დუხში და სიტუაცია. როდის დაემთხვევა ღმერთმა დაიფაროს გარე რაიმე ცუდი ფაქტორი და პირდაპირ და ხმამაღლა ვიტყვი რა ადამიანები რომლებიც რუსეთის მიმართ ყოველთვის პრეტენზიებით იყვნენ ხოლმე ჩვენ მეგობრები საკმაოდ ის განათლებული ხალხი დღეს რას მეუბნევენ იცით აუ ერთადერთი იმის იმედი მაქვს რომ რუსეთი არ დაუშვებსო რომ ჩვენთან ის მოხდეს რაც სირიაში მოხდა ხო რუსეთი არ დაუშვებსო გესმით ამბობენ ის ადამიანს ხალხო მეუთხარე მომესმა თუ მართლა მეუბნევით ბევრმა გაიაზრა ეს რომ რუსეთის ფაქტა რეალობა ესეთია ბატონო ნიკოლოზ არავის არ ვებოდიშოთ რა აქეთ გვებოდიშონ რუსოს რო აქეთ გვებოდიშონ რა ჩვენ საქართველოსთვის ვფიქრობთ დღეს რომ არა რუსეთის ფაქტორი კავკასია და სამხრეთ კავკასია ცეცხლის ალში იქნებოდა გაყვეული და პლაცდარმი იქნებოდა დია აქედან ის გაქცეული და ღაზა სექტორი და სირია მონაგონი იქნებოდა რუსეთის ფაქტორი აჩერებს ამას და ჩვენ კიდე კუდი ყავარზე მიგვაქვს და ველაპარაკები არ მინდა რუსეთი ევროპა მინდა თვითონ ის იყოს კაფეში შეხვედი და ვაიმე არა კაპუჩინოს არა ლატე მომიტანეთ რა აი ამ დონეზე მიდის ამ ადამიანების ქცევა უგუნურება აბსოლუტური უგუნურება აქედან გამომდინარე შეცდომაში თუ შედიხარ წადი გაერკვიე და ქვეყნის ბედზე და ხვალინდელ დღეზე მე ილაპარაკე. აი ეს არის ცით აი ამ შემთხვევაში მე ორივე მხარეს აი ის ვინც გარეთ გამოდის და ნუ იმ კრიმინალ ბავშვებს ახალგაზრდებს რო იყენებს ეს სხვა არის. და დგანანაკ და წელწელ სიტყვებს ამბობენ რომ თურმე გამარჯობა არ უნდა უთხრეს ვაშაძემ. ნეტა ვაშაძის გამარჯობა. ვაშაძე რო გამარჯობას გეტყვის თავი მაშინ უნდა მოიჭრა რა. და თურმე ჭიქარ უნდა მიუჭახუნო და უნდა გარიყო თურმე ვაი ვაშაძის გასარიყი რო გახდება სამარცხვინო მართლა ის სამარცხვინო არ ვიცი რა ძალიან ცუდი აი ხო გენეთ ქართული ოცნების მინუსად ყოველთვის ვამბობ ამას მამაღლა ქართული ოცნების მინუსი არის რომ ის ყოველთვის ეფერება მოწინააღმდეგეს ანუ მის მტერს ყოველთვის ეფერება და არაფრად აგდებს მის ამომრჩეველს აქედან გამომდინარე ოცნების ამომრჩეველი თუ კარგად შევისწავლით ოცნების ამომრჩეველის მიდგომებს ოცნების ამომრჩეველი დღეს ფიქრობს საქართველოსზე და მხარდამჭერობაზე აღარ აქვს პრეტენზია არ ამბობს მე ოცნების მხარდამჭერი ვარო მე ოცნების ამომრჩეველი ვარო ანუ ხმას ვაძლევ მხოლოდო და ხმას აძლევს იმიტომ რომ საქართველოში არ მოხდეს რაღაც არეულობა ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ ვერ გაითავისა მთავარი ვინ არის შენიანი და ვინ არის მტერი და იმდენ ცდილობდა რომ ეს მტერი გადმოებირებინა რომ საბოლოო ჯამში მიიღო ის რაც მიიღო ოცნების ამომრჩეველი უმუშევარი ყველგან გადაჭედილი ნაცებით და აბატონო არჩევნებზე საიდან ამხელა ციფრიო საიდან ქუჩაში ვერ გამოდიან იმიტომ საჯარო სამსახურებში იყვნენ თორე იქ რომ მიდიან ისინი აძლევენ ხმას და რატომ აი ეს ამას უნდა დაუკვირდეს ოცნება როცა შენიანს არაფასებ იმან ძალიან კარგად იცის რატომ შიშით ელულიავები დღეს ესე ძალიან კარგად იცის და ისინი ამ შემთხვევაში თავიანთ პრინციპებს არ ღალატობენ თავიანთ ძველ გზას არ ღალატობენ მშვენივრად იყენებენ ოცნებას იყენებენ სამსახურები
ჰქონდათ, თბილი ადგილები ჰქონდათ, მშვენივრად იყვნენ და ზევიდან უყურებდნენ ოცნების ამომრჩეველს. აი ეს შეცდომა დაუშვა ოცნებამ. თორე დღეს ეს შეცდომა რომ არ ყოფილიყო, ოცნება ზუსტად ისეთი შეკრული იქნებოდა და ამომრჩეველი კი არ ეყოლებოდა 1,200,000, მხარდამჭერი ეყოლებოდა 1,200,000 და 1,200,000 მხარდამჭერს იცით რამდენი ამომრჩეველი მოყვება გვერდზე და უკაშლით ბევრი. აი ეს იყო ოცნების ერთი შეცდომა და მეორე შეცდომა არის ჩემი აზრით, აი ამ რეზინის გაწელვა. არ შეიძლება ამ ყველაფრის გაწელვა ის ვინც საჯარო სამსახურისთვის შეუთავსებლობას ხმუხლი ხო არის ნიკოლოზ მე მგონი არ მეშლება ხო? როგორ შეიძლება ადამიანი აქციაზე იყოს ხელისუფლების შეცვლას და დამხობას გადაგებდეს და ამისთვის ათენებდეს ღამებს და ხვალ შენ სამსახურში ყავდეს და საჯარო მოხელე ერქვას? ნუ აი ეს ყველა გაუგონარი წარმოუდგენელი რამე არის. მე მაგალითად ველოდი რომ ამდენხანს არ გაჭიანურდებოდა ეს პროცესები და კი ვხედავ კეცერაშვილის ბრილიანტებს, იარაღებს, ვხედავ მე რა ვქნათ ჩვენ გადავდგათ ხელისუფლების ნაბიჯები? მესმის რომ ესე ნელა, მაგრამ ეს ძალიან ნელა არის და მეც თქვენი არ იყოს, აი როგორც თქვენ, მეც ასევე უკვე მკაცრი ხელის მომხრე ვიქნებოდი. აი ხა მე არ ვიცი ხო არის შესაბამისი უწყებები კაცო მე რო აქ ერთი გადაკრული რაღაცა თქვა ხელისუფლებაზე იმ წუთასვე ვიღაცები დამირეკავენ აი რატო თქვი ესეთი რა ბიჭო როცა კრიტიკული მომენტია ყოველთვის მე სახელმწიფო ხელისუფლებას კი არ უჭერ სახელმწიფოს უჭერ ხალხს გესმით და ჩემს კრიტიკულ გაცხადებას იმახსოვრებენ გესმის რაღაცა რო გადასაწყვეტი არის და მისაღები და იმას კი არა ბოდიში და ეს პირველი არხი და მთელი ყველა თქვენი არხები აჭა ეს ჩემი ბოდიში და კურსელებით არის დაკომპლექტებული მთელი მთავრობა კაცო მე რო გამოდიოდი და ამ სააკაშვილს ვებძოდი ბევრი ხმას ვერ იღებდა და მე დღეს აქ სტუდია გორიდან მაუწყებლობ ყველაზე მაღალი რეიტინგი გვაქვს ეხა ჩვენ ყველაზე მეტი რაოდენობა გვიყურებს ხალხის ერთხელ კი არ გეტყვიან რაღაცა რომ აი მოდი რაღაცა თანამდებობა კი არ მინდა კაცო უბრალოდ პატივისცემა რაღაცა დაფასება რაღაცა ელემენტარული რაღაცა იქ დამოუკიდებლობის დღის მიძღვნილი საღამოა იქ რაღაცა თბილისობა არის კი არ დაგიძახებენ ამას აი ამ ნაც დაქალოჩკებს დაუძახებენ აი ამ თბილისობას და ამ დამოუკიდებლობის დღეზე მე ჩვენერი ხალხი აი თქვენ ყოფილ ხართ ერთი მაინტერესებს ერთი წამი თქვენ დამოუკიდებლობა თქვა რომ არც ერთხელ არასოდეს არანაირ ღონისძიებაზე არასოდეს არავის არ გაახსენებივარ არ მინდა არ წავალ პრინციპულად მაგრამ ახალ წელს კონვერტით გამოგზავნე რა მოსალოცი ბარათი ახალი წელი მაინც მოულოცე რა და მე რა შევარდაძე აკეთე თან ვიღაცა ხო არა ვართ რა რაღაცას წარმოვადგენთ არა თქვენი საქმის სპეციალისტი ხარ მეც ჩემი აქ რაღაცა უამრავი ადამიანი გვიყურებს თქვენს მეც და რაღაცას ანუ საზოგადოებაში ადგილი გვაქვს ხო და ჩვენნაირი ხალხი ბევრი არ არის ამ ოცნებამ თითებზე რომ გადაითვალოს არ არის ესე შენ რო გინდოდეს კიდევაც ვიღაცის რაღაცა არ არის ხალხი და ჩვენნაირი ხალხი ესე მარტო მე კი არა თქვენ უამრავ ადამიანს აქ ჩვენზე არ არის დამოკიდებული აქ არ შეიძლება ესე ადამიანების მიმართ მოქცევა კაცო ვერ გავიგე რა ეხა ვიღაცა დაქალოჩკებისა და საძმაკაცოების გარდა რაღაცა სხვა ხო უნდა გაიხსნეს ეს კარი ტელეკომპანია იმედზე ერთი და იგივე სახეები რო გამოდის სხვა უნდა მისცე გამოსვლა სხვა უნდა გამოვიდეს არა მე იმ დღეს გიყურეთ ეხა 2 წუთი გამოგიყვანეს თქვენ კაცო და იმ 2 წუთში რა უნდა გეთქვათ მაგას ჯობია საერთოდ გამოსულიყავით კიდე რა კი მე ძალიან მული მეტი აი ეს პირველი არხი კიდე $5,000 აქვს ამ ქალბატონს ამას რა გაუღო კარები ამ ნაცებს და ვიღაცამ თქვა აი მე მხარდამ სოლიდარობას უცხადებ პირველ არხზე რაში უნდა უცხადებდე სოლიდარობას რომ გაუღო კარები და მტერი შემოიყვან აი კაცო ეგ გიგივია რომ ეხლა მეციხოვნეს გაიღო კარები ციხის შემოიყვანა მტერი და დაესვა იქა რა ქვია ბიჭო ქვეყანა ინგრევა ტელევიზიების მეტი რა რა საჭირო იყო ეხლა ვიღაცამ თქვა აი ნათელი აი ხო დაანახა ნაცების სახეობა ნაცების სახე ყველამ კარგად ვიცი და ვისაც არ უნდა ნაცების სახის დანახვა ისიც არ დაინახავს და ვიცხე გაუხსნა ქალები კარი და ეს ზოგიერთი ცალტვირა პოლიტიკოსი სოლიდარობას უცხადებთო პირველ ახს აი რაში უცხადებ შე ცალტვირა სოლიდარობას რომ ტელევიზიის კარები გაუხსნა მტერს
არ ვიცი, მე ვიცი რომ ლალი მაროშკინამ მოითხოვა, მაგრამ არ მიცეს ეთერი. საზოგადოების რაღაც გარკვეულმა ნაწილმა მოითხოვა, მაგრამ არ მიცეს ეთერი. მე მაგალითად არც მახსოვს როდის ვიყავი ტელევიზიის პირველ არხზე. აღარც მახსოვს. დიდი ხანი გავიდა, ალბათ 10 წლეულები გავიდა მას შემდეგ. ხა ჩემთვის უცხოა, ჩემთვის დაკეტილია. ნუ არა, ხა ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მე არ წარმოვადგენ რომელიმე ან უწყებას, ან იმას, კი ბატონო, არ არის პრობლემა. ეს ჩემთვის საზოგადოებრივი ის არის მხოლოდ გამოხატვა თუ მეკითხებიან მაშინ მოვდივარ თორე ხა ნამდვილად არავისთვის არ მეთხოვი არასოდეს ღმერთმა დამიბაროს მაგრამ უბრალოდ პირველ არხს არასოდეს არ გასჩენია არც ერთ თემაზე სურვილი რომ რაიმე კონტაქტში შემოსულიყო ხო ვისთვის არის საზოგადოებრივი და ისე რომ აჭარის არხი იგივე გინდა აჭარის არხი ესე იგი ჩვენ ვაფინანსებთ ნაცებს რა აჭარის არხზე გადართეთ პირველ არხზე გადართეთ არ მინდა ზოგჯერ რაღაცა პირადული ის ჩავთო ზოგი ისეთი ახლობელი ადამიანი მუშაობს სადღაც და მე პირად კონტაქტებს საერთოდ დიდ პატივს ავცემ გესმით ბიჭო რა უბედურება იცი რა ადამიანთან რაღაც ურთიერთობა რო ქონია არ მინდა ხოლმე რაღაცა დავარტყო ხუზმიაშვილთან ვახოს აქვს ერთი ვახო ხუზმიაშვილი რა არის ხა იმ ვახო ხუზმიაშვილს აქვს რაღაცა მოდიში კვირაში 2-3 ჯერ გადაცემა რა და ისიც კიდე ხა ვერ გავიგე ეხა ეს ფორმატი კიდე რო აი ცოტა სხვა ფორმატებზეა გადასასვლელი საჭირო რა და მარტო ვახო ხუზმიაშვილი 24 საათი ტელევიზია იყოს ნაცების ხელში და ესე ერთი გადაცემა იყოს ეს არაფერს არ ნიშნავს რა ვერ გავიგე შეგეთახმებით კი აბსოლუტურად ვერ გავიგე სულ არ ჭირდება მაგათ პირველი არხი და ისა ეხა მაგა ბოდიში და იმ აჭარის არხზეც მეტი რეიტინგი მაქვს იმ ხუზმიაშვილზე მეტი რეიტინგიც მაქვს იმ პირველ არხზეც მეტი რეიტინგი მაქვს ეხა მე საიდან ვაი ნახეთ აგერ ჩვენება რაოდენობრივად ხო ითვლება ყველაფერია რა იმიტომ რომ მე რომ მართალ სიტყვას ვიძახი ხო ამას თან ვიცი როგორც გავაკეთო და ამ დროს ჩვენ არა გვაქვს შესაძლებლობა წესით ეხლა სახელმწიფო ჩვენ არხს უნდა მისცეს დაეხმაროს რაღაცნაირად წაახალისოს რაღაცნაირად დაეხმაროს არა მე მაინც ხო როგორი პოზიცია აქვს იცი მაინც ხო დაგვიჭერეთ ერთი იყდეთ ერთი რა მაინც ხო ის არის რა მე ხო არ მაძღარი და ბოდიში უნდა ვჭამო და ისა და შენ მიდი აგერ რაღაცა ბოდიში იმას რატო გავიხსენო ეს ადამიანები და აი ეს სახელით უბრალოდ სახელი დაწერე და გილოცავ ახალ წელს აი ეს რამხელ რამ არის იცით ეს უკვე პერსონალური შემჩნევა არის რაღაცა გამოხატვა არის მსგავსი რაღაც არა შევარდნაძემ გაგზავნა ისე კარგად მახსოვს მისალოცები და იქ მიცვალებულები იყო ბევრი და თუ ეს შეცდომა ხო მსგავსი აზრად არ მოსვლა აი ხლა მე რა მაინტერესებს მაინც მოვა ნაცებს ხوار დაუჭერს მხარს მოვა აბა რას იწევს გეთანხმებით ეს პოლიტიკა არის რა ძალიან მცდარია იმიტომ რომ ეს ოცნებას აძლევს ამომრჩევლებს, მაგრამ ხარდამჭერებს უმცირებს. და ძალიან ხარდამჭერს აქვს ესეთი განწყობა უკვე, რომ ახლა ხედავ რომ უბრალოდ ხო გერნეთ ახალი წლის მოსალოცი მესიჯი რაღა გახდა, განა რა არის? ეს არის ყურადღება მხოლოდ თორე ვინ რას თხოვს, არავინ არაფერს არ თხოვს, ხო ერთი ჯული ხალხი. ეხლა ნახე, ეხლა რაღაცა დავინახე ეხლა დავინახე რაღაც მოძრაობები, არ მინდა უბრალოდ გვარების. ეხლა ვიღაცას თავისია შემოიყვანენ, გააკეთებინებენ ორგანიზაციას ან რაღაცა არა, შენ ყველაფრის მიღმა დაგტოვებენ მაინც გესმით ვიღაცას გაუკეთებენ ერთი კაცი ყავთ კიდე ამოჩემებული ახალგაზრდა ბიჭი ერთხელ გაუკეთეს პარტია ორჯერ გაუკეთეს ესე იგი სამჯერ გაუკეთეს დღედაღამე აპიარებენ რა გინა შვილო ვერ გავიგე არ აქვს რეიტინგი როგორც ეხლა იმისგან სალამ არ ვიცი რა უბედურება ეს რა არის რა ხვასაც ხო უნდა მისე ასპარეზი რაღაცა ამ პროფესიონალის ეცი პატივი ან რაღაც ეცი იმას რომ ვის რა ავტორიტეტი აქვს როგორ აქვს რანაირად აქვს მე კიდე ხა ამ მოღალატე იმ სპორტსმენები, ამ მოღალატე ინტელიგენცია კიდე უნდა ესე გაფოფინებული უნდა იყოს ჩვენთან ამ ქვეყანაში. ო, ნუ იცით რა არის? ეს არის რა, როდესაც სტანდარტი, რომელიც სამწუხაროდ ნიკა გვარამიას სტანდარტი. აი ესე ტიპაჟის, ქცევის მოდელი და ეს, როდესაც ეს როცა შენ აღიარებ ამას, სხვა ადამიანს ვერ შეამჩნევ. ესე იგი, გინდა არ გინდა, მაინც იმაზე ხარ გამობმული და სამწუხაროდ მედიაში ზუსტად ის სტანდარტი დარჩა, რაც ეროსის სტანდარტი დარჩა, არ შეცვლილა არაფერი, ეროსის და გვარამიას სტანდარტი არის რა. და აქედან გამომდინარე, ფაქტიურად დანარჩენი ძალიან ბევრი ტელევიზია, სხვა ტელევიზიები იმათ ზიაკეთებენ სწორებას, მაგრამ იმათი აქტიურობა არ აქვთ, იმათ სხვა დრაივი აქვს.
იმას ვერ აღწევენ, სამაგეროდ რესპონდენტები უნდათ ისეთივე ყავდეთ. მე ქალბატონო აი ისინი კაი ტიპებს ისინი უძახიანო და ამაზე დიდი გოიმობა, გვარამია რომ კაი ტიპი იქნება, ვაჭაძე რომ კაი ტიპი იქნება. ამაზე დიდი გოიმობა შეიძლება სადმე არსებობდეს. მაგრამ სამწუხაროდ ესენი თვლიან რომ ის კაი ტიპობა ის არის და იმ სტანდარტს აღიარებენ და იმ ტიპაჟებს აღიარებენ, რითიც ზუსტადაც ხო გენეთ სტანდარტი, კაცობის და ქალობის სტანდარტი იმიტომ დავარდა რომ ოცნებამ გაიზიარა ნაცების სტანდარტი, ტიპაჟების, ქცევის ნორმების და ყველაფრის. აი ეს მიიღო სამწუხაროდ. აი ეს არის და ხო გენეთ ტელევიზიაში თქვენ თუ ნახავთ იგივე სტილი, არაფერი საკუთარი, იგივე სტილი და გადმომღერება, ხო? არა, მე ხა ქალბატონო ბაიში თქვენ ეთყობა ვერ გაიგეთ, მე გეთახმებით მაგაში. მე ვამბობ აი ინტელიგენციის წარმომადგენლებზე, რომლებიც აი ეს დღეები უჭერდნენ მხარს. აი ჩემთვის იყო სრული შოკი, გუშინაც ვამბობდი, მურმან ჯინორი ასეთი გამოჩენილი მსახიობი მისი ნათამაშები როლი. მე სოლიდარული ვარ ამ ახალგაზრდების, რომელი ახალგაზრდის ეხა ქუჩებს რო წვავდა, პარლამენტს რო ესროდა, ნანი ბრეგვაძე, აიღეთ ეს კულტურის მოღვაწეები, რომლებიც ეხა ბერიკაშვილის გოგოს სიძე, რა ვიცი მე, ბიწაში ტრიალეს ალბათ ის ბერიკაშვილის კაცო, რა ვიცი მე, ხო და მე არ ვიცი აი ეს ხალხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, მსახიობები, პოეტები, ვიღაცები, მაგრამ რა მსახიობები ეგენიან ეხა მურმან ჯინორიას თუ არ ჩავთვლით. მურმან ჯინორია კი ბატონო, მურმან ჯინორიას გარდა ესენი თავს ირქმევენ მსახიობებად, პოეტებად, იმათ გამოდიან და თავს ესე იგი, მაგრამ ეს სპორტსმენების ის იყო საქციელი გულდასაწყვეტი, რაღაცა გაგვახარეს ამ წელს გაგვახარეს, გამოვიდე და ჩვენო სოლიდარული ვართო აი ამ მოღალატეების მიმართო. არც მაგათი გატანილი გოლი მინდა და არც მაგათი ჩაგდებული ბურთი მინდა ფარში. რა, ეხლა შენ თუ ხელს შეუწყობ ქვეყნის დანგრევას, რა უბედური. ბატონ ნიკოლოს, მომისმინეთ, ფეხბურთი რომ კარგად ითამაშა და რომ გადავიდა ეს გმირობას არ ნიშნავს რა და ეს არ იცით რა არის ეს არ უნდა აიყვანოთ ცაში ზუსტად იმის მერე გატყდა ფეხბურთი თუ დააკვირდით რა აქედან გამომდინარე პროფესიონალიზმი სხვა რაღაც არის პროფესიონალიზმის ნიშნი დაფასება აი უცებ ცაშია ვიყარეთ არ შეიძლება არც უცებ აღფრთოვანება და არც უცებ დაგდება ამ ადამიანების აი ზუსტად იმიტომ რომ ლამის ზოგმა აი პოლიტიკაში ფეხბურთელები რო არიან ესეთები უნდა ყავდეს კარგი რა მოგივიდა კი კარგია ფეხბურთელი კარგად რომ თამაშობს მაგრამ მოდით რაღაცა ცაში ნუ აიყვან ამის გულისთვის და გმირთა გმირს ნუ გახდი რა და ნუ გაუტოლებ იგივე მედლებით და ორდენებით ნუ გაუტოლებ რა რაღაცა იცით რა აი გაუბრალობა ჩვენ თვითონ ვაუბრალობთ სიმბოლოებს და მე გვიკვირს რატო კი ბატონო აი ხო დააჯილდო ხო გახადეს გმირებათ არა აბატონო აი გმირებმა დღეს გიგანეს და წავიდენ იქ ვინ შენ გადმოგდებას გიპირებს დაფიქრდი მაინცა ხო გვაცალია გახდა საპატიო თბილისელი რა თბილისელი ის არის და რა საპატიო ის არის მითხარით რა აი ეს არის მაგითო ვთქვი ის სტანდარტი მეთქი ის კაი ტიპობა ის გონიათ რასაც ის ნაცები აკეთებენ და გვარამიას გარემოცვა რასაც აკეთებს ხო და ისინი რასაც აკეთებენ და ვერ ხვდებიან ეს არის გოიმობა ზუსტად რომ შენ ის გონია კაი ტიპი და კაი ტიპობა ის გონია და ამიტომაც არის რომ თავზე ხელს უსვამენ და ცდილობენ სწორება გააკეთონ მათზე ხელოვნებსაც იგივე მოუვიდათ მანდ არის შიდა ბულინგი არის და იცით რა არის უმეტესობა უმრავლესობა იქ არის და მეც იქ უნდა ვიყო და საკუთარი აზრი გააქვს აი ეს უნდა კითხოს ადამიანს საკუთარი აზრი გააქვს საკუთარი აზრი არ აქვს და სადაც უმრავლესობა წავიდა ცხრის ფარის სინდრომი არის რა მეტი არაფერი და ვინც ჩამორჩა იმას უბრალოდ აბულინგებენ შენ როგორ რანაირად ჩამორჩი და ის ფიქრობს გარიყული არ დავრჩი და მიყვება ისევ იმ ფარას სადაც მსახიობები ხა ჯინორიას არ გულისხმობ რა თქმა უნდა კონამანეთად არის რა მსახიობები რომლებიც ჩვენ გავიფიცეთ კონამანეთად ასეთი მსახიობები ეხლა აგერ ერთი ეხლა თქვენ გადაცემას თქვენ რომ თან გესაუბრებით თან სოციალურ ქსელს ვკითხულობ ერთ-ერთი ამ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადვოკატი ულოცავს ამ ნაცების ძალიან ისეთ აქტივისტს და გილოცავდა ეხლა სახელს არ ვიტყვი და გულები უწერია გესმის და ეს დღედაღამე იმედზე ყავთ გამოყვანილი დღედაღამე დაახლოებული ამ ხელისუფლებას აი ეს ელიტარული ხალხი რო არის გესმის ესენი ჩუბად იყვნენ გაყოსული ხვას არ იღებდნენ და როცა ხელისუფლებამ სული მოითქვა მერე გამოჩნდნენ როცა კრიტიკული მომენტი იყო ხვას არ იღებდნენ ბიჭო აი ესეთი ან ვინმე რატო არ უყურებს ამ ყველაფერს ან რაღაცას არ აქვს აი ჩემთვის ისიც მიუღებელია ქალბატონო მაია რომ ისინი რომ
მათმა უღალატეს ეს გავიგე კი ბატონო მაგრამ ბიჭო ეს მსახიობი ხარ, პროფესორი ხარ, მარტო იმაზე არ არის სპორტსმენი. როცა ქვეყანა ინგრევა, არ უნდა გამოხვიდე და თქვა შეჩერდით, არ შეიძლება. აი ეს გულგრილობა უფრო დიდი დანაშაულია, მე თუ მკითხავ, ხო? კი, მაგრამ აქ თავარი რა არის, ბატონო ნიკოლოს, აქ არის ძალიან აი ესეთი ფაშისტური თუ ჩემი აზრის არ ხარ, თუ სხვა აზრის ხარ, ესე იგი შემტერი ხარ. და დღეს აი ყველაზე ცუდი ის არის რომ სწორედ ის უმცირესობა რომელიც არც ინფორმირებულია იცით რომ კითხოთ მე არ ვიცი მე პოლიტიკაში არ ვერევი თითოეული მათგანი ასე გეტყვით მაგრამ აბა ძალადობა კარგია აი აქ მთავრდება მთელი გააზრება რა ხდება სახელმწიფოში რა შეიძლება ამას მოყვეს რომ სახელმწიფოები რომ შეიძლება დაიკარგოს რომ შეიკითხები თითო არა მე განა რაიმე მე პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს და რო არ გაინტერესებს შედავ მაგრამ აი რო სცემეს ვიღაცები კარგია და იმ წუთას ეუბნები პოლიციას რო ესხმის თავს მთელი აქცია ეს კარგია უი მე ეს არ ვიცი იმიტომ რომ თავარ არხს უყურებ იმიტომ რომ TV პირველს უყურებ იმიტომ რომ ფორმულას მიჩერები ხარ ის არაჩვენებს ამას რა თქმა უნდა და თუ არ იცი რატომ იწყვეტა ხვალინდელ ბედს მე ჩემი ქვეყნისას თუ გონზე არ ხარ და გაგებაში არ ხარ ხო ძალადობა ცუდია მეც ვიცი თქვენც იცით რომ ძალადობა ცუდია მაგრამ არ უნდა აი ხო განვედა არ უნდა დაეტაკო არ უნდა დაწვა არ უნდა დაამტვრიო სპეცნაზი აქეთ არ უნდა დაესხა თავს და არ გიპასუხებს ისინი აქეთ არ ერჩიან ყველა არ ერჩიან არავის მაგრამ როცა პროვოცირებას ახდენ მუდმივს იქ ესე დროს ყველაფერი ხდება სამწუხაროა ცუდია მაგრამ ხდება და ფრანგული სპეცნაზი უფრო უარესად მოქმედებს უფრო უარესია გერმანიაში ამერიკაში საერთოდ ეცრიან დეცალადობა არ მოსწონთ ამა და ემიჯნებიან ოღონდ პოლიტიკის გონზე არ არიან არ აინტერესებთ პოლიტიკა მე არავის მხარეს არა ვარ აბა ვის მხარეს ახარ რომ გამოდიხარ და ამას აკეთებ ეს არის რა იცით აი ხო გეუბნებით რა ალბათ ყველაზე დიდი აი ცხრის ფარის სინდრომია მეტი არაფერი მასაშია ბრბოშია და თუ არ გამოთქვი და ესე იგი ამ ტელეიმედიდან თუ არ წავიდა ადამიანი ნაცი ისე კი არ გაუშვებენ იმას გინდა ხელისუფლებიდან და გინდა იმიდან საელჩოდან თუ ელჩებმა თავისით არ დაწერეს განცხადება მივდივართო ისე არ გაუშვებენ მე ვერ გავიგე შესაბამის სამსახურები მარტო ჩვენ მემისმენენ კაცო მოусმინონ იმათაც ერთი რა ხდება ბოლო ესე იგი ყველა ელჩი მოღალატე აღმოჩნდა ყველა ესე იგი ბოდიში და სახე ეგრეთ წოდებული celebrity ის აღმოჩნდა მოღალატე ხო ერთი წამი და რა უბედურებაა ეს ყველაფერი რა არის მართლა რა ბატონო ნიკოლოს იცით რატო ზუსტად მაგას ვამბობ რომ ვითომ სელებრიტები ეს ხელოვნურად შექმნილი მწერლების ხელოვნურად შექმნილი მსახიობების ხელოვნურად გაპიარებული მსახიობების წერლების მომღერლების მთელი კასტა არ შეიცვალა საშუალო ნიჭის ადამიანები ისევ დატოვეს სელებრიტებად რა ბჭყალებში თავიანთი არ გამოძერწეს გესმით აი ახლა უყურეთ ნიჭიერი არ მეუშვეს აი ადამიანები რომლებიც მაგალითად არის კარგი ჟურნალისტი, კარგი პროფესიონალი, იმას არ მისცეს საშუალება რომ აი იგივე მაგალითად იმ თავიანთ მედიებში რომ გაეგრძელებინა მოღვაწეობა. ის მსახიობი რომელიც მაგალითად რუსთავის თეატრში ან თელავის თეატრშია არ წამოიყვანეს და არ დასვეს იქ იმ წამყვანად. ისევ ეს დუტა, ისევ ეს მაყაშვილები, ეს ისევ ეს ბოდიში და ეს შვეცკი ვიღაცეები იქ რა ქვია ბახა და ვიღაცეები პირველ არხზე კოშაძე ანა კოშაძე და ამით ისინი ეს ნაზი სიფრიფანა გოგოები და ბოდიში არა ის ღვინიაშვილი ხიზანიშვილის ცოლი ფეხბურთელის კიდე ბიძინა ივანიშვილის რო იმაშვებოდა აგინებდა რუსთაველზე და კიდევ იქ და ის ნინი ბადურაშვილი კიდე რომელმაც ესე იგი ვერ აიტანა თურმე რაღაცა ნინი ჩემო კარგო რაღაც ბოდიში და მაინტერესებს ერთი რო დახრიტავდე ხალხს მე მაინტერესებს გასცემდით პასუხს და ბოლო რა უბედურებაა ეს ყველაფერი ხო უნდა მისცეთ სხვასაც ასპარეზი გინა ხელოვნებაში გინა ტელევიზიაში გინა პოლიტიკაში რა ეხა ვიღაცა ქმნის ხვალ გაერთიანებას იკრიბებიან ვიღაცეები ეხა იქ უნდა შეკრებონ შეტენონ თავიანთი ხალხი რო თავისი ბიძაშვილი მამიდაშვილები ვიღაცეები რო ისინი წარმოაჩინონ არა ის ვინც იბძვის 25 წელია ვინც რა იმას მიღმა დატოვებენ ყველაფრის აგესმით ეს ნაძირლები ესენი რა იცით რამდენი კარგი ჟურნალისტი ვიცი რომელიც დღეს უფუნქციოთაა
ძალიან ჭკვიანი ჟურნალისტები. მათ შეუძლიათ მთელი პლასტი შექმნა სერიოზული ჟურნალისტიკის. მათი ადგილი არც ერთ ტელევიზიაში არ მოიძებნა. მართლა გამოცდილები, მართლა მათი ადგილი არ არის, იცით რატო ვერ ჩააწყვეს? იმიტომ რომ აი ადგილი აღარ დაუტოვეს არაფერი. ვიზის თქვენ ამბობთ ერთი გორში ხარ და ნინა წკრიალაშვილი ყოფილა ზედმეტი, დანარჩენი ყველა იგივე დარჩა. ამ ფსევდო ელიტაში ხო? ფსევდო სახელმწიფო ელიტაში ერთი ნინა წკრიალაშვილი დაიკარგა. დანარჩენი ყველა დარჩა იგივე. და მოსწონს თუ არა საზოგადოებას ისინი ამაზე არავინ არ ფიქრობს. იგივე მაყაშვილი რო წავედიო და ეხლა მივხვდი თორმე რას ვემსახურებოდიო. ხალხი წერდა, კიდე კაიო, იმიტომ რომ რა უნდა მიწება. არა, დუტას ხირტლაძეზე გარდა, დუტას ხირტლაძეზე მეტი არავინ არ არის. დუტას ხირტლაძეზე მეტი. უნდა შეიცვალოს. სტილი უნდა შეიცვალოს, არა? რაღაცი ცოტა გემოვნება უნდა ამაღლდეს, არა? ისევ იმ დარეჭაებში უნდა დარჩე, სადაც ესენი დახტოდნენ და მართლა ეს ფსევდოელიტა შექმნილი იყო, ვიცით როდის დაიწყო ჟვანიას პერიოდიდან დაიწყო და ამას თავისი მიზანი ჰქონდა, დარჩა, ხო? აღარ უნდა შეცვლილიყო, აღარ უნდა მოიმატოს გემოვნებამ, სტილმა ხო უნდა მოიმატოს, არა? მარტო იმას ხედავთ, რომ პარლამენტარებმა ჩაიცვეს კოსტიუმები და კი გადასარევია, ძალიან კარგია. მაგრამ გემოვნებაც ხომ უნდა შეიცვალოს. კიდე იმ გემოვნებაზე რჩები? ვიცით, შაბათის შოუს და სკეჩების, სოფლის კლუბის სკეჩების დონეზე რჩები? ანუ არ შეიძლება ესე, ხო? იგივე ხალხი, იგივე პროდუქცია ძლევა. უნდა შეცვალო, უნდა მოიყვანო, ცოტა აწიო, ასე ვთქვათ, პლანკას, ვიტყვი ამ სიტყვას, არ ვიცი ქართულად როგორ არის. ცოტა უნდა აიწიოს, არა? აი, ჩემთვის გაუგებარია. რეჟისორი რო არის, ჩვენ უნდა მოვიდეთო, უყურებდი, ფიქრობდი, შაბათის შოუა, ნანულის რო თამაშობდა, ნანულის რო ის არის მეთქი პირველ არსზე რო იყო. მეთქი ნანულის ის არის სკეჩია თუ რა არის? მე მივხვდი რომ სრულიად სერიოზულად ეს იყო ოპოზიციონერი რეჟისორი და რაღაც სიჟებს ამბობდა. მეთქი ყოჩახ, ხა მე არ უყურებდი და ხო გერნედი გამოვშტერდი მეთქი ყოჩახ, თქვენ თუ ასე ნანული და ის რო იყო ანო შოუში ნანული მეგონა. აი სულ ყოველთვის მესმის რომ აი ახლა ნახე ყველაფერი შეიცვლება, აი ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა მაინც შეიცვლება ყველაფერი თუ ყველაფერი ისევე დარჩება? თქვენ როგორ ფიქრობთ? არ ვიცი. იცით არის ხომე რომ პასუხობთ ხომე რომ იმედი მაქვსო, მაგრამ არ ვიცი. მე თქვენსავით დავაკვირდები, იმიტომ რომ აი ეს იმედი მაქვს ჩემნაირ ოპტიმისტად უჭირს ხოლმე და ეხლა მეც მიჭირს მართალი გითხრათ, მხოლოდ მინდა რომ საგარეო პროცესებმა არ შეჭამოს საქართველო, ეს არის ერთადერთი აი ოცნება და ნატრა რომ ნეტა გარეთ აფეთქებულმა და აბობუქრებულმა ოკეანემ საქართველო როგორც პატარა ნაფოტი არ ჩაყლაპოს. აი ამაზე დანარჩენი ხო გეუბნებით, აი შიდას იცით როგორ უყურებ ძალიან აი თითებს შორის აი ესე უყურებ, იმიტომ რომ გარეთ არის ძალიან რთული პროცესები მიდის. პროდ ღმერთის იმედი მაქვს, რომ არ გაგვწირავს, იმედი მაქვს, რომ რუსეთის ფაქტორი დარჩება ისევე ძლიერი და ჩვენ არ გავიცვლებით, იმიტომ რომ ვაჭრობა ხა მიდის ყოველთვის და ეს ჩვეულებრივი ცნობილი ამბავია დიდ პოლიტიკაში ასეთი პატარა ქვეყნებით ვაჭრობა, მაგრამ მე იმედი მაქვს ამისი და შიგნით, აი ხო გენოდი დარბიან ის რომ დააწყდა ყველას ნერვები, აი ისიც უკვე ნაკლებად მაინტერესებს. იმედი ძალიან ნაკლებად მაქვს, იმ დაპირებების იმედი მე ნაკლებად მაქვს უკვე, იმიტომ რომ დავიღალეთ, ხო? შეიძლება ერთხელ დაიჯერო, ორჯერ დაიჯერო, სამჯერ დაიჯერო, ნუ რამდენჯერ შეიძლება დაიჯერო. მე ამიტომ ამბობ, რომ არც ვუსმენ მინდოდა კი რომ ეს ყოფილიყო და ყველას გვინდოდა, მაგრამ რა ვიცი. მე იმ პრინციპულობას, იცით რა, სიტყვა მწამს და ეს მაგური ფიცი მწამს და ფიცი მწამსო და შედეგს ვერ ვხედავ და აქედან გამომდინარე არ ვიცი, ნახოთ, ნეტავი. კარგი იქნება თუ ასე იქნება, რასაც ამბობენ, კარგი იქნება თუ მე მეტად ოპტიმისტური დღეს ვერ ვიქნები. დიდი მადლობა, კარგად ვზანდებოდეთ, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი როგორც ასევე ნიკოლას წარმატებებს გისურვებ თქვენ, ჩვენ მაყურებელს და მშვიდობას პირველ რიგში. გაიხარეთ, დიდი მადლობა. აი ხა ქალბატონი მაია საუბრობდა აი რუსეთის ფაქტორზე, რომ ბევრი საუბრობს, რომ აი რუსეთი საქართველოს არ გაწირავს და მაგრამ საქართველოს თვითონ ჩვენ არ უნდა გავწიროთ, მეგობრებო.
რუსეთი სიმართლე რო გითხრათ, გვერდში ედგა გარკვეულწილად იანუკოვიჩსაც, მაგრამ იანუკოვიჩი ჩამოაგდეს. რუსეთი გვერდში ედგა სარქისიანსაც და ჩამოაგდეს. რუსეთი ედგა გვერდში მოლდოვეთის პრეზიდენტს, მაგრამ კარგად მოგიხსენებათ, იქაც შეიცვალა ხელისუფლება. და დოდონზე მაქვს საუბარი, მოლდოვეთის პრეზიდენტ დოდონზე. და ჩვენთანაც ჩვენ ვართ შეჩვეული როგორ იცით რომ ყველა მაკეთოს ჩვენს მაგივრად ჩვენ არ ვაკეთოთ ოღონდ ყველა მაკეთოს საქმე ჩვენს მაგივრად. იმ რუსეთმა რომ დაგეხმაროს შენ უნდა გააკეთო ისეთი რამ რომ მოგეცეს მიეცეს საშუალება რუსეთს რომ დაგეხმაროს. შენ რომ რუსეთის ხელისუფლება 10 ჯერ რომ შეგაქებს რომ მე მართლაც გაოცებული ვარ ქართული საქართველოს ხელისუფლების აი ესეთი მდგარადი პოზიციითო და აი ესეთი მტკიცე პოზიციითო პუტინმა რო თქვა. როდესაც ლავროვი გამოვიდა და დაგმო ევროპელების შეტევები, როდესაც არაერთხელ ზახაროვამ გააკეთა განცხადება და ამაზე შენ რო იტყვი რომ ესენი ამას იმიტომ ლაპარაკობენ ნაცების წისქვილზე დაასხა წყალიო, მაშინ არ დაგეხმარება რუსეთი. ვირო მადლიო რომ გაქებს კაცი კაცო შენ ამაზე ბოდიშ და მადლობა მაინც ხო უნდა თქვა რომ მე კიდე რაღაცა გაუჩნდეს იმას დახმარების სურვილი არა ხო უნდა გაუჩნდეს არა და აგერ ეხლა რუსეთმა თავის დროზე სირიაც დაეხმარა ასაც მაგრამ აგერ ასადი ჩამოაგდეს ხო და დღეს ეს ქვეყანა აღარ არსებობს სირია ფაქტობრივად აღარ იარსებებს გაინაწილებს მას სხვადასხვა ქვეყნები ხო და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ჩვენი საქმე ჩვენ რომ არავის არ გვინდა ჩემს გარდა სატელევიზიო სივრცეში თითქმის შეიძლება არის კიდე რაღაცა 1-2 ტელევიზია მე არ მინდა რომ ეხა ყველაფერი მართლა ჩემ თავზე ავიღო მაგრამ თითქმის რომ არავინ არ ლაპარაკობს იმას რომ რუსეთთან ურთიერთობა დავალაგოთო არავინ არ როიძახის არც იქიდან არც აქიდან რომ რუსეთსკენ გადავდგათ ნაბიჯო ყველა ჩემი ვიზიტი რუსეთში იმას ემსახურება რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყო ამას დავანახო იქ რა როგორ ქართველები ცხოვრობენ როგორ არიან რომ რაღაცა გამომტკიცოთ ეს ურთიერთობა რაღაცა ხო უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები ხო შეიძლება გვიანი იყოს ეს ყველა ამის გაკეთება მე ნიადაგის შემზადება ხო უნდა ეხა ვიღაცა იტყვის არა მაინც ხელისუფლება რაღაც თანამშრომლობს გასაგებია ხელისუფლება რო რაღაცა ურთიერთობა რო არ იყო ძალს ფრენები აღდგებოდა და არც უვიზო მიმოსვლა არ იქნებოდა ეხა ვინმე ნუ დაიბრალებს იმას რომ ეს მასი გაკეთება ხელისუფლების როლი რო არ ყოფილიყო ვერც ფრენები აღდგებოდა ვერც უვიზო მიმოსვლა არ იქნებოდა მაგრამ თუ საზოგადოებამ ტელევიზიებმა მედიამ და პარტიამ არ შეუწყეს ხელი ნიადაგის მომზადებას რომ ხალხიც იყოს განწყობილი იმის მქონე რუსეთისკენ გადაედგას ნაბიჯები მაშინ არაფერი არ გამოვა იმიტომ რომ ეხა რო თქვას ხელისუფლებამ რომ მე რუსეთისკენ ვდგამ ნაბიჯს მოლაპარაკებას გამოხდებიან ესენი აი ჩვენ რუსეთისკენ მიგვაქანებენ და ამისთვის ხო უნდა იყოს მუშაობა წარმოებული ხო და ამას ვაკეთებ ჩვენ და თუ ან გვახშობენ თან გვიტევენ თან გვანადგურებენ გვიშლიან ხელს და მე ამიტომაც როდესაც აი ესეთი რაღაცა ხდება მე უკვე რუსეთიც დახუჭავს თვალს და ეს საქართველოს ის ნამცხვრის დაჭერივით გაიჭრება როგორც აგერ სირია გაიჭრა დღეს ჩვენ ამ თემებზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ტრადიციულად პრინციპ სტუმარი აღარ არის ბატონი ალექსანდრე კობაიძე ჩვენი ფაქტობრივად ჩვენი გადაცემის წარმომადგენელია და ბატონი ალექსანდრე კობაიძე სამართლის ექსპერტი აი ჩვენ საუბრობდით იმაზე რომ ხალხი დაიღალა და ელოდება რეაგირებას გუშინაც ამაზე ვსაუბრობდით და დღესაც იგივეზე ვსაუბრობთ იმიტომ რომ ეხა ნაცების სახე რაც არის ყველამ კარგად ვიცით აი მე უკვე მაღიზიანებს ის რომ აი ეს იმიტომ გაკეთდა რომ ნაცების სახე ჩვენებულიყო არ ნაცები უნდა დაისაჯონ და ამოიძირკონ და ამაზე არის ხარდაჭერა და სოლიდარობა არის ჩვენი ხელისუფლების მიმართ ჩვენ პოლიციელებს ჩვენ გმირ პოლიციელებს ჩვენ სამართალდამცველებს უცხადებს სოლიდარობას მაგრამ პოლიციელებს თუ დაკვეთა არ ქონდა ისე ისინი ვერ გაატარებენ იმ ზომებს რომ დააპატიმრონ რომ მაგალითად მიიღონ კანონშესაბამის ზომები რომ ტელევიზიები დაიხუროს ეს რომლებიც ქვეყნის მტრები ეს ტელევიზიები არ არის ეს არის კიდევ ერთხელ საპეცსამსახურე ხო აი ესე უნდა გაკეთდეს თორე ხვალ გვიანი იქნება მოგესალმებით მივესალმებით თქვენს მსმენელ მაყურებელ საზოგადოებას მოგიხსენებათ ჯერ კიდევ როდესაც იყო წინა საარჩევნო პერიოდი ქართული ოცნება დააპირდა ხალხს რომ აღარ იქნებოდა ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაცია და ეს კოჰაბიტაცია დასრულდებოდა
და ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ, რომ ბატონმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ კოჰაბიტაცია დასრულდება ძალიან მალე. და ალბათ სწორედაც რომ იმის შედეგია, რომ კოჰაბიტაციის აი ამ ღიად მესიჯის გაჟღერება, რომელიც მათ გააჟღერეს ეს მესიჯი, სწორედაც ის ადამიანები, რომლებიც დღეს ესე ვთქვათ, ტოვებენ ტელევიზიებს, ტოვებენ რაღაც იქ სახელმწიფო სამსახურში და სიპებში დასაქმებული ადამიანები ტოვებენ სამსახურებს, ალბათ მათ იგზნეს ის გარემოება, რომ პირველ რიგში მათ მოხდებოდათ ეს ჯოხი, რომელიც დიდი ხანია ქართველი ხალხი ელოდება იმას, რომ კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს და თვითონ გადაწყვიტეს, რომ წამოსულიყვნენ სახელმწიფო უწყებებიდან, წამოსულიყვნენ ტელევიზიებიდან და ნუ მოკლედ თბილი ტელევიზიებიდან ვინც არა 1-2 ის ვიცი იმედი და რო წამოვიდა, მაგრამ თავისით ბევრი არ ტოვებს ისე, აი სახელმწიფო უწყებებიდან გავიგე. პირველი არხის დატოვეს, ბატონო ნიკოლოზ, პირველი არხის დატოვეს. ეხლა მე დღეს უსმენდი მოამბე, სანამ შემოვიდოდი, კიდე ის კაცი გამოდის, წაყვანი ის ვიღაცა ჩიქოვანი რომ არის, ვიღაც მეორე გვარიც რომ აქვს, კიდე ივანოვ ჩიქოვანი, რა ვიცი, მე ეს კაცი რატოა კიდე პირველ რიგში ვერ ვხვდი. ხო. გიდია? კი ბატონო, ასევე დღეს გავცელდა ინფორმაცია, რომ იმედის თანამშრომლებმაც დატოვა რაღაც აყვა ამ პროპაგანდას და სამწუხაროდ მანს დატოვა შესაბამისი სამსახური. ნუ დიპ კორპუსზე ვისაუბრეთ ჩვენ წინა გადაცემაში, იქაც მოგეხსენებათ, რომ არაერთმა ადამიანმა დატოვა სამსახური. ხო, ეს ადამიანები, კი ბატონო, ასევე მერიაში დატოვეს კონკრეტული ეს ვთქვათ თანამდებობები. ეს ადამიანები უნდა წავიდნენ და მე ამას მივესალმები კიდევაც, რომ შუა უნდა გაიკრიფოს. ჩვენს ქვეყანაში სანამ არ იარსებებენ ადამიანები, რომლებიც იქნებიან პატრიოტები და რომლებიც ესე ვთქვათ ყველაფერზე რეაგირებას არ მოახდენენ, ანუ პულსი უნდა გვესინჯებოდეს. მაშინ ჩვენ ერი ვერ შევდგებით და სწორედაც ჩვენს მტრებს უნდათ ისეთი ადამიანის ჩამოყალიბება და ისეთი ფსიქოტიპის გამოძერწვა, რომელიცაც რეაგირება არ ექნება და იტყვის, რომ აი მაგალითად რამე ნებისმიერ მოვლენებზე, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, მე ამ პოლიტიკაში არ ვერევი, მე ამ საკითხში არ ვერევი და საერთოდ ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინონ და ყველაფრისგან გაიწიონ. არდა ეხლა აი ამ კრიტიკულ მდგომარეობაში, ხო, ეს როგორც არასდროს ისე ჭირდება ქართველი ხალხის დგომა დღევანდელ ხელისუფლებას. თუნდაც აი როგორც ბატონი ნიკოლოზი საუბრობდა იმ პათოსზე, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგდეს. ვინ უნდა დაალაგოს ბატონ ნიკოლოზ ურთიერთობები? თქვენ დარწმუნებული ვარ, რომ არ გჯერათ, რომ თუ მოვიდა ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, ისინი დაალაგოს. ხო და აი ამიტომ აი როგორ უნდა დაალაგოს მაგალითად ნიკა გვარამიამ და ნუ ნაციონალურ მოძრაობამ და ასე შემდეგ. ეს ხო თეორიულად წარმოუდგენელია, რომ ისინი ვერ დაალაგებენ. ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და თქვენ ხო იხილეთ, რომ ვერ დაალაგეს რუსეთთან ურთიერთობა და დღევანდელი ხელისუფლება ეხა ყველაფერს აკეთებს, ყველაფერს ცდილობს, რომ ურთიერთობა დაალაგდეს. ოღონდ დაალაგდეს არა ისე მონური ყურმოჭრილი პოლიტიკით, რასაც დასავლეთი ამდენი წლების განმავლობაში ჩვენ გვიკეთებს, არამედ ღირსეულად უნდა დაალაგდეს, როგორც თანაბარი პარტნიორული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დავიკავოთ თავი და წავიდეთ იქითკენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ნეიტრალური, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი გამოსავალი. ამიტომ ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და პირველ რიგში ამისთვის ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ეს სვლები და ხელისუფლებას უნდა უთხრათ, რომ ეს არის აუცილებელი. არის ხოლმე კიდე კითხვები, რომ აი თუ ევროპა შეგვიწყებს დაფინანსებას, რა ეშველება ჩვენს ხალხს და როგორ უნდა ვიარსებოთ. როგორ ანუ თქვენ ფიქრობთ რეალურად, რომ თუ ევროპა აღარ იქნება ჩვენი ანუ დაფინანსებელი, ჩვენ
მაგალითად რაღაცა ცუდი დაგვემართება თუ ვერ ხვდები აი ამ პათოსს, რასაც ხშირ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები აჟღერებენ ხოლმე. როდესაც ამ ხელა რუსეთია, აგერ სამეზობროდ. ამ ხელა ჩინეთია, რომელიც გეუბნება, რომ მობრძანდით ყველანაირად გვერდში დაგიდგებით. კიდე ირანის დოვლათი შეგვიძლია ჩვენ ავითვისოთ, და სხვა მეზობლების და არა მარტო მეზობლების დოვლათი, ხო? ამიტომ ეს პირდაპირ პროპორციულია, ბატონ ნიკოლოზო, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გადავშენდებით და არც ერთ შემთხვევაში არ გაუარესდება ჩვენი მდგომარეობა. და მე არათუ გაუარესდება მაგის მწამს, არამედ პირიქით უკეთესი გახდება ჩვენი სოციალური ეკონომიკური მდგომარეობა და უფრო წინ წავა ჩვენი ქვეყანა. იმიტომ რომ ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთ რამეს ვხედავთ, რომ მიდის ქართველი ქალი ევროპაში, რჩება ამ ევროპაში ქართველი ქალი და იქიდან აგზავნის ფულს, რომ აქ ბავშვები გაზარდოს და ქმარს მოუაროს. ესეთი ქვეყანა არ გვინდა, ესეთი საზოგადოება არ გვინდა. და უნდა დამთავრდეს ესეთი მარაზმი, რაც ხდება, რომ ყველანაირად ცდილობს დასავლეთი, რომ გარკვნას, ოჯახები დაგვინგრიოს, თავისი პროპაგანდა შემოიტანოს ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სულიერებაში და უმორალურ გაგვხადონ. და ჩვენ ამას არ დაუშვებთ, რა თქმა უნდა. აი ხა თქვენ რო თქვით, სხვაგან შეიძლება იგივე დოვლათის შექმნა და წამოღება და ფულის გეკეთება და რაღაც. აი ხა რუსეთში ვიყავი, გავიცანი საკმაოდ სერიოზული მეწარმეები, ფერმერები, ქართველი ფერმერები, მე გითხარით კიდევაც ორშაბათს იქნება ამის შესახებ გადაცემა და აი მე გეკითხებით, აი მაყურებელს ვინმეს აი 1-2-ის გამოკლებით გინახია ქართველს ევროპაში და ამერიკაში მილიონები ეშოვოს? აი გეკითხებით, ვინ იშოვა ევროპაში და ამერიკაში 1-2-ის გამოკლებით მილიონები? ამ დროს ყველაზე დიდი ეს რო ვეძახით ფულიანი ხალხი, ყველა ფულს შოულობს იმაში, რა ქვია, რუსეთში, ოსაბჭოურ ქვეყნებში და განსაკუთრებით რუსეთში. და ბიჭო, ეს რო ვიძახით, რატომ მიდის ახლა ევროპაში ხალხი? ფულის საშოვნელად კი არ მიდის. უბრალოდ იმიტომ მიდის, რომ იქ აძლევენ, ესე იგი, უფასოდ ბინას, უფასოდ საჭმელს და ადამიანმა რომ უბრალოდ იქ იარსებოს. თორე, ეხლა მაინტერესებს, ეხლა კი, აი რა 10-20 წელი, რავი, უზარმაზარი კატორღული შრომა უნდა გაწიო, იქ რომ რაღაცა აქ ბინა იყიდო ან მანქანა იყიდო და აგერ უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანა არის. შეგვიძლია შემოვიტანოთ უამრავი პროდუქცია, გავყიდოთ აქა. რუსეთზე იყო მიერთებული საქართველოს საბჭოთა კავშირის დროს. ბელორუსი იმიტომ არის აყვავებული, რომ მიერთებულია რუსეთზე. ჩვენ შეგვიძლია ავამუშავოთ ციტრუსის გადამამუშავებელი ფაბრიკები, წვენების წარმოება დავიწყოთ, მეტალურგია ავამუშავოთ, აგერ აი გორში ვართ, ვაშლის წვენების და გინდა ჩაბარების პუნქტები. გავიტანოთ ყველაფერი ეს ფერმერული მეურნეობის შედეგად ყველაფერი პროდუქცია, ჩვენი ღვინო იმას ვთქვათ, გავიტანოთ, ყველაფერი უდიდესი ბაზარია რუსეთი. დღეს რუსეთმა ამ სანქციებით კი არ წააგო, მოიგო ხალხო. მოიგო, ანუ იმას, რასაც არ აწარმოებდა რუსეთი, დღეს უკვე ყველაფერს აწარმოებს, იმიტომ რომ იქ რო ამათ ეგონათ ეხლა მაკდონალდი გავიდა. ხო იმე, იმას კატლეტს ვერ ჩადებდა რუსი იმაში ბულკში, იმ ხელა ტრამალებით მიწარი, ერთი ჩადით და ნახეთ რა. რა შექმნეს ზოგმარო იმას ქნა, რა ქვია, გაიშა, კუსნაი ტოჩკა, ხო? ამოქმედე, შედით, წადით და ნახეთ რა, რითი განსხვავება არის რამეში თუ არის იმაში მაკდონალდი. გავიდა კოკა-კოლა, რა კოკა-კოლის ანალოგს ვერ შექმნიდა რუსი. წვენი გავიდა, ვერ შექმნიდა, ვერ შეკერავს მას, რა ქვია, რეალურად რაღაცას. პირიქით გაძლიერდა და ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ რუსეთთან ურთიერთობით, ხალხო. დღეს ბევრი გადადის ვლადიკავკაზში. ყიდულობს იქ თევზეულს, ხორცეულს, ყიდულობს ტკბილეულს და მოაქვს აქ, იმიტომ რომ იქ უფრო იაფი არის. ხო შეგვიძლია ჩვენ ამ ვაჭრობის შედეგად ის თურქული ნაგავი არ შემოვიტანოთ რუსული. იმ რუსებმა აქ აამუშავონ. რატო აზერბაიჯანელებმა ჭკუაში რატო უნდა გვაჯობო? კამაზის ქარხანა შექმნეს, ფილიალი შექმნეს აზერბაიჯანში. ფარმაცევტული კომპანიები შექმნეს მაშინ რა ქვია აზერბაიჯანში. რატო? აი ქუთაისის საავტომობილო ქარხანა ავამუშავოთ და რუსეთი დაიწყებს აქ თავისი პროდუქციის წარმოებას, რომელიც იქნება ფილიალი საქართველოში.
რატო არ შეგვიძლია ეს რო გავაკეთოთ კაცო დღეს რო აგერ ყრი იყრება მანდარინი აგერ მოდის ეხა ჩვენ დიდ ყურადღებას უთმობთ ვენახს და ყურძეს მაგრამ არაც ისეც ეხა როგორც კახელებს უნდა მაინც ისე ვერ ყიდიან როგორც საჭიროა მაგრამ ნუ ასე თუ ისე სახელმწიფო ეხება დღეს ეხლა ეს ციტრუსი ხო კაპიკებში იყრება კაცო მე მახსოვს ეხლა მე გურიიდანა ვარ და ერთი მოსავლით 200 ეძახიან მაშინსა ერთ 200 იყიდიდი კაცი ერთი მოსავლით რა კაი დიდი ბაღი ვისაც ქონდა მანდარინი პორტოხალი ლიმონი რო გაიყიდებოდა იყი დღეს რას იყიდი ვერაფერს ვერ იყიდი იმიტომ რომ ვერ გადის რუსეთში ეს ბაზარი დაждდებოდა ქართველი გლეხი გაიტანდა ჩაის გაიტანდა ციტრუსს და აი ამიტომაც ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ ბატონო ლექსორო აი ეს ჩვენ ეს ვაწარმოოთ ეს ყველაფერი და რუსული ბაზრის გარეშე ვერაფერი ვერ გამოვა ხო და ეხლა გვაქვს ყველაზე კარგი ხო და ამიტომ უნდა დაიწყოს ხელისუფლება რა ამას ნიადაგის მომზადება ჭირდება ეხლა ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებს თუკი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ვერ მოხდა ეხლა ეს ახალგაზრდებს რო უთხრა რუსებისკენ გადავდგათ ნაბიჯო ხო შეიძლება იქ რუსთაველზე ბევრმა გატიტულდეს ეხლა და ტიტულები ირბირონ მე პერფორმანსის აი ეს პროპაგანდა საყოლილი ბიზნესიზეც მინდა ვისაუბრო სამწუხაროდ გამოდიან ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები კოდუა და ნუსხები გვარებს მოკლედ დიდი მნიშვნელობა არ აქვს გამგები გაიგებს და ნუ რა თავისთავად ჭყონია და ასე შემდეგ და ჩვენ მოძღვრავენ რომ თუ ევროპა კარებს ჩაკეტავს ვერ განვითარდება ჩვენი ქვეყანა და ასე შემდეგ მთელი დემაგოგია და პროპაგანდა არის ჩართული და რეალურად ხო ჩვენ თუ კრიტიკულად შევხედავთ აღნიშნულ საკითხს პირიქით უფრო განვითარდება იმიტომ რომ ევროპაში ფაქტიურად ვერც ერთი დოვლათი ჩვენი ქვეყნიდან ვერ შედის და თუ შედის ძალიან დიდი რეგულაციებით, ძალიან მცირე ოდენობით და ფაქტიურად ბიზნესმენს არაფერი არ რჩება. მე მაქვს აქ საშუალო ბიზნესზე საუბარი და მცირე ბიზნესზე. აი ხოლო რუსეთის ბაზარი, რომელიც კარები გახსნილია გვეუბნება რომ ნებისმიერი პროდუქტი შემოიტანოთ ჩვენ მზად ვართ რომ აქ რეალიზება მოახდინოთ. ამიტომ ამაში ცუდი რა არის და რატომ არ უნდა გამოიყენოს ქართველმა ადამიანმა ეს შესაძლებლობა და ეს შანსი. რატომ უნდა მაგალითად კონდეს ეს მიზანი რომ მაგალითად ვლადიკავკაზში რატომ უნდა გადადიოდეს ქართველი რატომ უნდა ყიდულობდეს იქ ძეხი იქნება თევზეული იქნება თუ სხვადასხვა პროდუქტი რატომ არ შეიძლება რომ აქ საქართველოსშივე იყოს ეს ძეხი თუ პროდუქტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ იწარმოოს კაცო ვერ გავიგე. ჩვენ ვაწარმოოთ, ბატონო. ვერ გავიგე უტრუსიკი, ესე იგი ტრუსიკები თურქეთიდან რო არ შემოიტანა, უტრუსიკო დარჩება ქართველობა, იმიტომ რომ იმასაც 100 ვერ ვარ, 100 ვერ ვაწე, არაფერი, აი სანთელი, ასანთი, ესე იგი ეს ბოდიში ელემენტარული რაღაცები, კაცო, აი თეთრეული რაღაცა, ყველაფერი თურქეთიდან შემოდის, ზოგი რუსეთიდან შემოდის, ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ. ჩვენ მარტო გაგვაქვს იქ ქართული აი ხა მე გინდა ისე დაუბრუნდი ამას ეს ლიტველები ამ პრიბალტიკელებმა და ამ ბალტიისპირელებმა ხო შევჭამეს ერთი რა თვითონ მიხედეთ თქვენ ქვეყანაზე რა ჩამოვიდნენ ესენი ვიღაცები ეს პარლამენტარები ეს მაღალჩინოსნები ეხა დააწრწიან ამ რუსთაველზე და დააწრწის კიდე რაღაცა აი გუში ვლაპარაკობდი დიდი ხანი ჩვენ ამ შოუ ბიზნესზე და კულტურის მოღვაწეებზე ისე იგი თურმე ამათმა უნდა გადაგვიწყვითონ ჩვენ საითკენ უნდა წავიდეთ ერთი მოგასმენთ ეხა გინდა ნადვისხიან თონ გინდა ჩააქრონ აი მუხც რაც სრულიად საქართველოსია და რასაც ყველა ვერთიანდებით რის გარშემოც ვეღარ ჩააქრობენ წარმოუდგენელია იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაერთიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სამშობლო ჩვენი ქვეყანა და საქართველოს ასევე როგორც სახელმწიფო რომლის სახელმწიფოებროასაც დღეს ესეთი საძირკველი შეერყა ასე ვთქვათ იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩამოშლილია ყველაფერი რაც სახელმწიფოდ აქცევს ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე მთავარი ხელისუფლების წყარო დგავართ აქ და დგას სრულიად საქართველოს ისე იგი ეს კაცი იძახის ჩამოშლილიო. მე მაინტერესებს ახლა მე კარგად მახსოვს ეს კაცი რომ ღეროდა სააკაშვილის დროსაც. სააკაშვილის დროს რატო არ იღებდი ხმას შვილო რომ ქვეყანას რო ანგრევდნენ, ხალხს რო ხოცავდნენ, ტერიტორიები რო დაიკარგა. აი მაშინ რატო არ გამოდიოდი მაინტერესებს. რო იძახი რაღაცა გამოდიხარ, რასაც გინდა იძახი. მიშაც დროს ხმას რო ამოგიღო, საერთოდ სიმღერას კი არა, საერთოდ დაგავიწყებდა ყველაფერს არსებობას. აი ახლა ამან უნდა გადამიწყვიტოს მე ქვეყანაში რა უნდა იყოს რა არა რა.
მოდი რა იმღერე თუ მღერი ხარ რა ვერ გავიგე რა იცი ამ პოლიტიკა შენ ამ ქვეყანა რა იცი რა რატო აზიზღებ ეხლა ჩემთვის შეიძლება მე მაგალითად გისმენდი და პატივისცემდი ეხლა რატო უნდა შემაზიზღო შენ თავი ვერ გავიგე რა იმიტომ რომ საქართველოს ტრებს ვინც გვერდში დაუდგება როგორ შეიძლება მიყვარდეს მე საქართველოს მტერი მეზიზღება მე შეიძლება ჩემი პირადი მტერი მე ყოველთვის სანთეს რო ვართებ ვამბობ რომ ღმერთო მტერი მოყვარეთ მიქციე მეთქი მე ჩემ მტერს პირად მტერს ვაპატიებ რა თქმა უნდა მაგრამ საქართველოს მტერს მე ვერ ვაპატიებ და საქართველოს მტრების გვერდზე რა რო იდგებით თქვენ გონია ხალხს ეყვარებით გეკითხებით მაინტერესებს ერთი სააკაშვილის დროს ხალხს რო ხოცავდნენ მაშინ ხმას რო რატო არ იღებდი თქვენ ინტელიგენცია ნანი ბრეგვაძე რატო არ იღებდი ხმას რატო არ იღებდა მურმანჯინორია ხმას რატო არ იღებდა ის ბატონები რატო არ იღებდნენ ხმას და კიდე ეს ხო ვერ მოვიცილეთ ვინ არის ვერ გავიგე მართლა ის რაღაცას რო აგეკიდება რაღაცა დავადება იმასავით არის ეს კაცი თან ამის გარდა რომ ვერ მონახეს მსახიობი კიდე რა უბედურება ეს ვინ არის იქიდან რომ ქართველი ხალხი უბრალოდ არ ტყდება ეხა ამდენი საუკუნე 2 და 3 საუკუნეს ხო არ ითვლის საქართველო რა 3600 წელზე მეტი რაც ისტორიაში მოხსენიებულია საქართველო იმის მერე სულ აი ყველა ცდილობდა უამრავი ჯარით საქართველოს დამორჩილებას მაგრამ არ გამოვიდა რა მე-5 საუკუნის აგეოგრაფიულ ძეგლს რო ვკითხულობთ გვესმის ენაც კი ვერ წაგვართვეს და სარწმუნოებას იყო ზედმეტია და ეხა აი ამათ რატო მოუვიდა თავში აი ეგ იდიოტობა რომ რაღაცნაირად დაიმორჩილებენ ქართველებს აი სარწმუნოებაზე საერთოდ როგორ ლაპარაკობენ ერთი მაინტერესებს ყველა პარტია ვინც იქ დგას ყველა ხელი მოაწერა აქც რომლის თანახმადაც ითხოვენ LGBT პროპაგანდას საქართველოში აი რა ნამუსი გააქვს საერთოდ გეკითხებ კი ბატონო და აი წეგან მის წინ გამოსვლელ რომელიც სახელმწიფოებრივაზე საუბრობს ანუ მე მაინტერესებს და ვკითხო აი ამ ადამიანს ბატონ დატიშვილს რომ აი თუ ეს მის სახელმწიფოებრიობა რა არის მისი პრინციპი რა არის მისი მოწყობის არსი რა არის აი რა თქმა უნდა რიტორიკულ კითხვას ვსვავ იმიტომ რომ ის პასუხს ახლა მე ვერ გამცემს თუმცა აქ გასათვალისწინებელი არის ის ფაქტი რომ მან მე მგონი არის თორე რომ მიცოდეს ამ აქციაზე არ დგებოდა ეს არის ფაქტი იმიტომ რომ ეს აქცია მხოლოდ და მხოლოდ განსჭვალულია ერთი რამისთვის. ეს აქცია განსჭვალულია რომ მოხდეს რევოლუცია და მოხდეს ეგრეთ წოდებული პუჩი, ანუ გადატრიალება. როდესაც მთავარსარდალი მოუწოდებს ჯარს, რომ უნდა გამოვიდეს ჯარი და ხალხის მხარეს უნდა დადგეს, ეს არის პუჩი და სხვა არაფერი. რაც გაუკეთეს ზვიაც. ზუსტად იგივე უნდათ რომ ეხლა გააკეთონ ამათმა. ზუსტად ხალხო, დააკვირდით ისტორია ხოდნავ წაგიკითხავთ თუ არ წაგიკითხავთ გინახავთ მაინც თუ არ გინახავთ გაგიგიათ მაინც ზუსტად ანალოგიურად იგივე უნდა რომ გააკეთონ ამიტომ როგორ უნდა დადგე ახლა ამ აქციაზე როდესაც ერთადერთი მიზანი არის ამ ხელისუფლების დამხობა და ის კი არიციან რომ თუ ხელისუფლება დაემხო რომ საქართველოს დაემხობა და კიდევ ერთი და იგივე წრეზე უნდა ესე ვიაროთ და ვიაროთ მთელი 10 წლების განმავლობაში და ჩვენმა მტერმა ამით სარგებელი და ხერი უნდა ნახოს. თორე ეს ეგრეთ წოდებული ჩვენი მეგობრები რომ ჩამობრძანდნენ ევროპარლამენტარები და დადგნენ ამ აქციაზე, რატომ არ მოდიან ჩვენთან, საზოგადოებასთან, ხალხთან, რატომ არ უნდათ რეალურად თუ ჩვენი აზრიც მოისმინონ? კითხვა მაინც დაუსვით თქვენ თავს. თქვენ ფიქრობთ რომ მათ უნდათ და ჩვენ რა ქვია ვეწინააღმდეგებით რომ მათ შეხვდეთ არა მათ უბრალოდ არ უნდა ჩვენი გაგონებაც არ უნდათ იმიტომ რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი აქ რო ჩამოდიან და ეს მიზანი არის ის რომ ის საზოგადოება რომელიც იკრიბება რუსთაველზე მათ ელაპარაკოს მათ თავზე ხელი გადაუსვან და ისევ და ისევ წაახალისონ და ისევ და ისევ წააქეზონ ისევ და ისევ ჩვენი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ერთმანეთს ესე აგურიონ და დააგურიონ. ეს არის მათი მიზანი. რით ვერ ხვდებით ხალხო? თორე, ნუ არ ვიცი, მე ამ ხელისუფლებისაც გამკვირვებია ბატონ ნიკოლოზ, როგორ შეიძლება იცი ადამიანი, შენი მტერი რაზე მოდი შენს ქვეყანაში, უშვებ და ანუ რეაგირება არის ნულის ტოლი. როდესაც ესეთი ადამიანი არანაირად არ უნდა შემოუშვა. რაც არ უნდა საერთაშორისო დონის სკანდალად იქცეს. რომ უკვე რომ ვიცი რომ ადამიანი მოდი შენს ქვეყანაში იმიტომ რომ აგრიოს, დაგრიოს, ერთმანეთს დაგაპირისპიროს,
ის ძალიან საშიშია ქვეყნის ინტერესებისათვის. ამიტომ ესეთი საკითხებიც ალბათ აქტუალური უნდა იყოს, რომ ესეთი ევროპარლამენტარები საერთოდ არ უნდა ევროპარლამენტარი კი არა, თუ გინდა, ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს და არ უნდა შემოუშვან საქართველოში. ამიტომ ცოტა დაფიქრდით და ანალიზი გააკეთეთ. აი ახლა რამდენიმე წუთით ძვირფას ტელემაყურებლებო რამდენიმე წუთით შევისვენებ სარეკლამო ჭრაზე გავვალთ, არ გადართოთ, არჩი ტელეკომპანიის ოზზე არ დაგიბრუნდებით. ვაგზელებთ მაუწყებლობას ზურფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით ჩვენ ვსაუბრობთ მიმდინარე პროცესებზე და ჩვენი სტუმარია ბატონი ალექსანდრე კობაიძე სამართლის ექსპერტი და ეხლა ისეთი ადამიანები ახდენენ თავის ილუსტრაციას რომ აი არ ვიცი აი მოკლედ აი ცოტა არ იყოს გაოცებული ეხლა მინდა ვაჩვენოთ ქეთი დოლიძის განცხადება დასაჯეთ დამნაშავეები თავგადახსნილი დადის ნახევარი თბილისი ბოროტება მოიცა ყველაფერი. დასაჯეთ ამის შემსრულებლები, უარეს იმეორეთ. ესე ქალბატონო ქეთი აი როგორ არ აქვს ხვენით. ყოველთვის როგორ შეიძლება ისტორიის ყველა ეტაპზე არასწორ პოზიციაზე იდგე და არასწორ რაღაცებს ლაპარაკობდეთ. ჯერ იყო და აი ამ 90-იანებში შეაზიზღეთ თქვენი განცხადებებით ხალხს თავი. მერე იყო და ბოდიში
მე ჩემი კუკარაჩი არ გახსოვთ რაღაც სისულელებს ლაპარაკობდით თელი სამარცხვინოთ სამასხარაოთ აიქციეთ. ეხლა როდესაც ქართულ ოცნების იბებზე დადიოდით კაცო და ამ ქართული ოცნების პირობებშიც რაღაცას იყავით. მე რაღაცა გულდაწყვეტილი წამოხვედით იქიდან თეატრიდან. ეხლა ვისაც კი რაღაცა ცოტა წყედა ქონდა ყველამ ესე იგი თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. ჩვენც ახლა სიმართლე რო გითხრათ შეიძლება მეც პირადად რაღაცა წყედა მქონდა ამ ხელისუფლებიდან რამე ხელისუფლებამ გამიკეთა თანამდებობა მომცა, რამე პრივილეგია მომცა, რაღაცა დამიფასა შრომა, რამეში ბოდიში და რაღაცა ელემენტარულად ყურადღება გამოიჩინა ჩემს მიმართ თუ რა თქვენზე ნაკლები ვიბრძოლე, თქვენზე ნაკლები გამიკეთებია თუ რა თქვენ თუ თქვენ სფეროში აკეთებთ, მე ჩემს სფეროში ვაკეთებ ამ ყველაფერს რა და არ მიმაჩნიათ რომ ურიგოთ ვაკეთებ ამ ყველა და მაინტერესებს რახან ბოღმა გაგჩობთ, უნდა ადგეთ და ეს ბოღმა უნდა ანთხიოთ როგორც გველმა. მთელი ცხოვრება როგორ შეიძლება არასწორ პოზიციაზე იდგეთ რა. მე ძალიან კარგად მახსოვთ იმ 90-იანებში რა ებს საკეთებდი თქვენ და ის ინტელიგენცია. როგორ რა საშინე იგივე საკეთებთ ახლა. აი ზუსტად ვინც 90-იანებში იყო საქართველოს ტრების გვერდით იგივე ხარ თქვენც ახლა. შეიძლება ხალხო რა ვერ გავიგე რა თავგასისხლიანებულიო რა თავგადახსილი დადიშო რა გინდათ ვერ გავიგეთ ესე იგი პოლიცია თურმე მადლობები უნდა უხადოს ესე იგი იმ ხალხს ვინც კი თურმე რაღაცა უბედურობას ჩადის ნიკოლოზ აი ეს ნუ არ ვიცი ძალიან გულდასაწყვეტია რომ პროპაგანდა საყოლილი ეგრეთ წოდებული ელიტა რომელიც მართლაც და ყველა კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე არასწორ მხარეს, ისტორიულ არასწორ მხარეს. ეს არის კლასიკური მაგალითი, ქალბატონი კეთი დოლიძის განცხადება არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ადამიანი. მით უმეტეს ისეთი ადამიანი, რომელიც მართლაც კარდაკარ დადიოდა და თვითონ იძახდა, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომ წასულიყო და ქართული ოცნება რომ მოსულიყო. და ეხლა რა ვიცი, ეთყობა ისევ ნოსტალგია აქვს ქალბატონ კეთის და უნდა რომ ისევ ნაციონალური მოძრაობა მოვიდეს და ეს ხელისუფლება წავიდეს და თან ისევ რევოლუციით. თორე ხალხო დაფიქრდით რა, ძალიან მარტივია. ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში? აი დაუშვათ ეს ხელისუფლება დაიფარეს ქუდები და წავიდნენ სახლში. ვინ უნდა მოვიდეს? აბა მითხარით, ვინ? ვინ მოდის ხელისუფლებაში? ისევ ხო ეს ადამიანები მოდიან, რომლებიც მათი ძირითადი ბუდე და საზრდო არის ნაციონალური მოძრაობა. ანუ ხო ის ადამიანები არიან, ხო არ შეცვლიან. ანუ მათ ხო სურვილი ექნებათ ეგრეთ წოდებული რევანშიზმის სურვილი. და რევანშიზმი რას მოიცავს? ხო კარგად მოგიხსენებათ. რევანშიზმი მოიცავს სწორედ იმას, რომ რევანშისტურად განწყობილი იდეალები ყოველთვის მოითხოვს მსხვერპლს. ისინი ფაქტიურად დაერევიან საზოგადოებას და დაუწყებენ სათითაოდ კარდაკარ ხოცვას ჟლეტვას. აი ეს არის რევანშიზმი, ხალხო. ამათ წყურიათ ეს რევანშიზმი. რატომ ვერ ხვდებით ცოტა, რა ვიცი, არ მიყვარს ესეთი სიტყვები, მაგრამ ყურები ცოტა უნდა გამოვირეცხოთ, ცოტა უნდა მეტად უნდა დავფიქრდეთ. თორემ ეს რევანშისტური განწყობილი საზოგადოება, რომელიც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას აფარებს თავს, თუ ეს ადამიანები მოვიდნენ, თქვენთან მოვლენ, აი დღეს რომ ვითომ და ჩემი რა ბრალია, მე არაფერში არ ვერევი, ვინც გინდა იმან გაიმარჯოს. აი თქვენ მოგადგებიან პირველ რიგში ეს ადამიანები, თქვენ. ამიტომ გოსმოდით და ამოვიღოთ ხმა და ვთქვათ, ანუ შუა უნდა გავკრიფოთ, უნდა ვთქვათ, რომ არ ვარგანან ესენი, ამიტომ არ ვარგანან. თორემ თუ ჩვენ კვლავ ვიქნებით სირაკლიმას პოზიციაში, ხომ? და თავები გვექნება მიწაში ჩაფლული და ტანი ზემოთ გვექნება, ცუდი რამე მოხდება, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმ რეალობას ვეტყვით, უარს რა რეალობას დღეს არის. და დღეს შეხედეთ ღიად სექტის წარმომადგენლები, უმცირესობის წარმომადგენლები ღიად ქადაგებენ, ღიად მოგძღვრავენ, რომ როგორი საქართველო უნდათ, როგორ საქართველოში უნდა ცხოვრება. და ჩვენ უმრავლესობა ვიც ვართ, აბა დავფიქრდეთ, გვინდა კი ესეც საქართველოში ცხოვრება. გვინდათ კი ესეც საქართველოში ცხოვრება, როდესაც ქრისტეს სახეს წვავენ და ამას ზეიმობენ და ტაშს უკრავს ბრბო. აი ესეთი საზოგადოება გვინდა ჩვენ? ჩვენ გვინდა, როდესაც
სონღულაშვილები და მსგავსნი ერიტიკოსები გამოდიან და ეს ერიტიკოსები ჩვენ მოძღრავენ. კიდე ის ქალია თუ კაცი ისაც არ ვიცი ესეთი ქალბატონი როა ის რუსუდანი ხო? ხო, შეგნებულად არ ვიძახი. ეს ადამიანები გამოდიან და ჩვენ მოძღრავენ და ამის პოპულარიზაციას ვინ ეწევა? ვინ ეწევა, მითხარით? ვინ და ისევ ის ტელევიზიები, საიდანაც ფინანსდებიან, ისევ აი ამ ერთი ბატონიდან. ეს დაფიქრდით. ეს ნუ გონიათ რომ შემთხვევითობა და დამთხოვაა რომ ამათ კომენტარებს თქვენ ხედავთ აი ესე გამუდმებით. არ არის ეს დამთხოვა. და ნუ არ ვიცი ხა მსახიობები მართლაც არ ვიცი თქვენ სეთერში გავიგე თუ სხვა ნუ რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ მსახიობები რო იქმნებიან აი მსახიობი გვარი და რაღაცა რეჟისორი მართლა მინდა რომ ვიცოდე ბატონო ნიკოლოზ მათი გაკეთებული საქმეები მართლა მინდა რომ მათ სპექტაკლზე ვიყოთ ასული მათი კინო მქონდეს თანახი აი ეხა ის ბახუტაო თუ ხო ნუ რა მნიშვნელობა აქვს აი ეს ადამიანი რო გამოდის და იძახის რომ სად არის ეკლესია? ეკლესია სად არის? აბა თვალი გაახილეთ და ნახეთ ეკლესია სად არის. ეკლესია ისევ იქ არის და თუ შეხვალთ და ილოცებთ, მიხვდებით ღმერთი სად არის. აი ესე უნდა გააკეთოთ, არა თუ მოუწოდოთ რომ სად არის ეკლესია. ეკლესია სულ იქ არის და სულ თელი ცხოვრების განმავლობაში როგორც ფილოსოფიურად, რელიგიურ ყველანაირად ღმერთი მოგვიწოდებს რომ ჩვენ ვილოცოთ და ვიყოთ ღვთისნიერები, ვიყოთ მეტად სიყვარულით ერთმანეთით გამშვალულები, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ერთმანეთს ყველანაირად ვცდილობთ რომ ერთმანეთს დაუპირისპირდეთ. ყველანაირად ვცდილობთ რომ როგორმე ერთმანეთს რაც უცვეთყვით, რაც უფრო ჩავჩეხავთ, კოჭებში ჩავჩეხავთ, მით უფრო ძლიერები ვიქნებით. ეს ესე არ არის. გასაგებია. ჩვენ უნდა შევძლოთ და უნდა შევძლოთ და დავანახოთ რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარული. კი ბატონო. და სიყვარულის გარეშე არაფერი არ იქნება და ეს აგრესია რომელიც აი ამ უმცირესობისგან მოდის, ეს აგრესია უნდა აილაგმოს და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს აგრესია აილაგმება კიდევაც. გასაგებია და მე ახლა მინდა რომ გადაცემის მიწურულს ვანახო გუშინ ღამით ესე იგი ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა, თან ვანახოთ ეს კადრები. კოსებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც 15 დღეა უკვე, მე-15 საღამოა. გამოდიან რუსთაველის გამზირზე, არიან ქვეყნის სამსახურში და იბრძვიან იმისთვის, რომ ეხლა თან ვანახოთ ეს კადრები და ესენი არიან ევროპარლამენტარები ბალტიისპირა ქვეყნებიდან, რასა ვიჩანეს თამადობით, ესე იგი მე კიდე დასაწყისში თქვი და ეხლაც ვიმეორებ, ესე იგი შეგვჭამა ბალტიისპირელებმა. ესე იგი ესენი არასდროს საქართველოს გვერდში არ იდგნენ. აი, როდესაც ქვეყანას უჭირდა ეს ლანსბერგისი, ლიტვის მაშინდელი პირველი პირი, როცა გამსახურდია ჩამოაგდეს, გაიმალა, გაიძურწა და მხარი არ დაუჭირა საქართველოს. არც უცნიათ საქართველოს დამოუკიდებლობა მათ სანამ ესე იგი არ ჩამოაგდეს გამსახურდია მანამდე. ყოველთვის სააკაშვილი სისხლში აღჭობდა ხალხს და ხმას არ იღებდნენ. მაინტერესებს ეხლა აი ეს ხალხს რატო უშვებ ჩვენ საერთოდ საზღვრებს რატო ვალახინებთ? აი არ შემოუშვათ ეს ხალხი გააპაყურეთ აქედან ეს ევროპარლამენტი. მაგალითად აზერბაიჯანის ეხლა პრეზიდენტი ალიევი ამათ არ შემოუშვებდა თავის ქვეყანაში. არც ერდოღანი შემოუშვებდა. რატო უნდა ისე ერნონ ამ ნაძირლებმა? ესენი როდის იყო ჩვენი მეგობრები იყვნენ? როდის რომელ ისტორიულ ეტაპზე იყვნენ ესენი ჩვენი მეგობრები? ამიტომ უნდა მივიღოთ ძმები და ეს ქვეყანა არ უნდა იყოს მართლა აქ სასეირნო მოღალატეების რა. რუსთაველის პროსპექტი მოღალატეების სასეირნო ადგილი არ არის. რუსთაველი არის წმინდა ადგილი, სადაც იქ უმანკოთა სისხლი დაიღვარა და რუსთაველი არ არის ის ადგილი, სადაც აი ამ ბოდიში სოდომისტებმა იპარპაშო. ამით ჩვენთვის გაკუთვნილი დრო დამოიწურა. მადლობა ბატონო ლექსო. საინტერესო იყო დღევანდელი ეთერი. მე მგონი ძვირფას ტელემაყურებლებო თქვენთვისაც. ახლა მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ თქვენ გელით ძალიან საინტერესო გადაცემები შემდგომშიც. კვირას თქვენ გელით რეპორტაჟი ვლადიკავკაზიდან, სადაც მე გახდით და პატრიარქის სახლი მოვინახულე, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა, ასევე მისი მშობლების მიერ აშენებულ იმ ეკლესიის ადგილსაც განახებთ, ასევე განახებთ პატრიარქის ვიზიტს ვლადიკავკაზში და ძალიან უნიკალური ფრაგმენტები იქნება იმ ვიდეო მასალისა, რომელიც არსულის ისტორიას ეხება.
და მე მგონი რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ კვირას, ამიტომ დაელოდეთ. ჩვენ რა თქმა უნდა დღის შეჯამება ორშაბათს დავბრუნდებით, მაგრამ კვირას გელით რუსულენოვანი, რუსულ ენაზე გადაცემა, რომელსაც შიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები იქნება. კარგად ვზანდებოდეთ.